ჩვენ სად გავჩერდით ესე იგი 55 თავი. საინტერესო არის ეს მე ადრეც ვთქვი, ჩვენთვის რისი მომცემი არის ის, რასაც მე ვაკეთებ. მე არ ვიცი თქვენი, მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის ამაზე ფიქრი და ამასთან მუდმივი ურთიერთობა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გონებას უფრო ელასტიურს ხდის. ყოველ შემთხვევაში ჩემსაც მე დავაკვირდით და თქვენსაც დააკვირდით და შეიმუშავეთ ეს მეთოდი. ეს არ არის ჩემი ფანტაზია, სხვას მე ვერ დავაბრალებ, ვერც სხვა ფილოსოფოსებს, მწერლებს. ამის მეშვეობით ხდება ჩემი ესეთი გონების რაღაც ერთ ფოკუსში თავმოყრა და ღერძი ეპიცენტრად ქრისტე რო არის, უკვე ძალიან ადვილია ეპიცენტრიდან დაშორებული დიამეტრი კარგად გავისიგრძეგანო, ეს ლიტერატურა იქნება, ფილოსოფია თუ ხელოვნება. ცენტრში თუ იესო არის. ის ყველაფერს მომიყარის თავის ადგილზე, თავის რაკურსიდან მანახებს და აღარ დამაბნევს. ამიტომ არის კითხვა საინტერესო ბიბლიისა და ჩვენც მაკუთხით ვიხილავთ ყველაფერს ამას. აბა ახლა ისტორიაში ჩავჯდეთ და ისტორიული იოსები წავიკითხოთ, არაფრის მომცემი არ არის. ეს თანადროული არის. ეს როგორც ისტორიას განეკუთვნება წარსული ისტორია, ესე აწყო დროს განეკუთვნება, იმიტომ რომ ჩვენთან არის. იმიტომ რომ ღმერთი ჩვენთან არის. იოსები თუ არ არის, ღმერთია ჩვენთან, ის ღმერთი, რომელიც იოსებთან იყო და თუ როგორი ურთიერთობა გქონდა ღმერთს იოსებთან, ამას ვსწავლობთ ჩვენ. და ჩვენ იოსებისგან კი არ ვიღებთ მაგალითს. ღმერთის სიყვარულით ვიმსჯვალებით იოსებს როცა ვეცნობით. იგი ჩვენ მივატოვეთ თავი იქ, როდესაც ასე თუ ისე ძმები ხვდებიან იოსებს და უკვე ის პერიოდია, რომ უნდა გამოეცხადოს, უნდა გაიხსნას იოსები ძმების მიმართ და ამ თავში 55 თავში სწორედ ამას აქვს ადგილი, როცა უკვე კულმინაცია არის, რამოდენიმე გამოცდა პირველი ვიცით, მეორესაც ჩვენ ვეცნობით და უკვე ერთგვარი შემოწმებას ძმებმა გაუძლეს, ხომ? აქ საინტერესო სახეებიც არის, გამოცხადება იოსებისა ძმების მიმართ და გვახსენებს ეს ახალ აღთქმაში იოანეს პირველი თავი, თუ გახსოვთ, თუ არ ვცდები მე-11 თუ 31 მუხლი არის, როცა ასეთი სულის შემძვრელი მუხლი არის. თავისიანებთან მოვიდა იესოზეა ლაპარაკი და თავისიანებმა არ მიიღეს. გახსოვთ ალბათ თავისიანებმა იოსებიც არ მიიღეს და გაყიდეს და როგორც იოსები ეცხადება თავის მას გარდაცვლილი როგორია და რა ვიცი არც იციან მეორეთ მოსვლის დროს თავისიანებს ძმებს იესოც გამოეცხადება და გაუხსნეს ყველაფერს ეს ერთ-ერთი ძალიან ძლიერი წინასახი არის ეხლა ვთხოვთ წავიკითხონ 55 და 56 თავი ჯერ 55 წავიკითხოთ აბა წავიკითხოთ 55 თავი 45 ვეღარ შეიკავა თავი იოსებმა მხლებელთა წინაშე და იყვირა. გაიყვანეთ ყველანი. არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს. იწყო ხმამაღალი ტირილი და მოესმათ ეგვიპტელებს და მოესმა ფარაონის სახლს. უთხრა იოსებმა ძმებს. იოსები ვარ. ცოცხალია ჯერ კიდევ მამაჩემი. ვერ გასცეს პასუხი ძმებმა, რადგან შეიშინდათ მისი. უთხრა იოსებმა ძმებს. მომიახლოვდით. მიუახლოვდნენ და უთხრა მათ იოსებმა. იოსები ვარ თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ. ნუღარი წუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა, რადგან ეს 2 წელი შიმშილია ქვეყანაში და კიდევ 5 წელი არ იქნება ხნა და მყა. გამომგზავნა ღმერთმა თქვენს წინაშე, რათა დაღარჩინოთ ამ ქვეყნად. სიცოცხლე შეგინარჩუნოთ და მოგიტანოთ დიდი საშველი. თქვენ კი არ გამოგიგზავნივართ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა მამად ფარაონისა, მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის გამგებლად. საჩქაროდ წადით მამაჩემთან და უთხარით, ასე ამბობს თქო შენი შვილი იოსები, ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის პატრონად. ჩამოდი ჩემთან, უდაყრდები თქო. იცხოვრე გოშენის მხარეში. ახლოს იქნები თქო ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთა შვილები, შენი ცხვალძროხა და მთელი შენი საბადებელი. აქ შეგინახავ თქო, რადგან კიდევ 5 წელი გასტან შიმშილი, რათა არ გაჩანაგდე შენი სახლითა და მთელი შენი საბადებლით ურთ. აჰა, ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალი, რომ ეს ჩემი ბაგეებია, თქვენ რომ გელაპარაკებათ. მოახსენეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი რაც ნახეთ. იჩქარეთ, ჩამომიყვანეთ მამაჩემი. ყელზე მოეხვია თავის ძმას ბენიამინს და ატირდა. ბენიამინიც ტიროდა მის მკერდზე. საფითაოდ გადაკოცნა ძმები. ტიროდა და ეხვეოდა მათ. მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ ძმები. მისწვდა ხმა ფარაონის სახლს. იოსების ძმები ჩამოვიდნენ. იამა ფარაონს და მის მორჩილთ. უთხრა ფარაონმა იოსებს.
უთხარი შენს ძმებს, ასე მოიქეცით. დატვირთეთ 4 ფეხი და წადით ქანაანის ქვეყანაში. წამოიყვანეთ მამა თქვენი და თქვენი სახლეულნი და ჩემთან მოდით. მოგცემთ ყოველივე საუკეთესოს ეგვიპტის მიწაზე და ჭამეთ ამ მიწის დოვლათი. შენ კი გებრძანება მათთვის სათქმელად. ასე გააკეთეთ თქო. წაიყოლეთ ეგვიპტიდან ურმები თქვენი ცოლშვილისთვის. წამოიყვანეთ მამა თქვენი და ჩამოდით. თვალინ უდაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან თქვენი იქნება ყოველივე საუკეთესო მთელს ეგვიპტეში. ასეც მოიქცნენ ისრაელიანები. მისცა მათ იოსებმა ურმები ფარაონის ბრძანებისამებ და გაატანა საგზალი. თითოეულს მისცა თითო ხელი სამოსელი. ბენიამის მისცა 300 ვერცხლი და 5 ხელი სამოსელი. მამას გაუგზავნა 10 სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული და 10 ჭაკივირი, ხორბლით, პურითა და სასმელ საჭმელით დატვირთული, მამის გამოსამგზავრებლად. გაუშვა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა, ნურაფრის შეგეშინდებათ გზაზე. წავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავიანთ მამასთან. ახარეს, ცოცხალია შენი შვილი იოსები, მთელი ეგვიპტის გამგებელიაო. გაუგნდა, რადგან არ სჯეროდა მათი. მოუყვნენ ყველაფერს, რაც იოსებმა უამბო მათ. დაინახა ურმებიც იოსებს, რომ გამოეგზავნა მის წასაყვანად და მაშინღა გაცოცხლდა მათი მამის იაკობის სული. თქვა ისრაელმა, კმარა, ცოცხალია ჩემი შვილი იოსები, წავალ და ვნახავ, სანამ არ მომკვდარ ვარ. ესე იგი, ამ თავში ვგებულობთ, როგორც გითხარით, იოსები როგორ იხსნება, ქართულად ეცხადება, ფარდა ეხდება იმ საიდუმლოებას, რომელსაც თვითონ ატარებს იოსები, ძმები გაგებაში არ არიან და უხსნეს სიტუაციას. ეს შოკის მონგროლია ძმებისთვის და ცოტა შიშის მომგვრელიც. ერთდროულად შოკი და შიში, იმიტომ რომ ვაი, ადამიანური გრძნობები სწორედ ამას კარნახობს, შური არ იძიოს ჩვენს. და გაუცებული არიან იოსების ესეთი სიმშვიდით და სიყვარულით. იოსები აშკარად სიყვარულს აფრქვევს, ჯერ ერთი ძალიან უყვართ თავისი უმცროსი ძმა, დედით ძმა, ასევე ძმები და არანაირი მტრობა და შური ნამდვილად არ აქვს იოსებს. რამე თუ ამანი იცის, რომ ეს ყველაფერი ღმერთის გეგმა ეს ხორციელდება და იმ გეგმის რაღაც გარკვეული ნაწილი იოსებიც არის. და ბუნებრივია ასეთი რწმენის კაცს არანაირად არ აღეძრება შურის ძიება ძმებზე, რომ იძიოს შური იმ საქმისათვის, რაც ძმებმა ჩაიდინეს. ასე რომ ეს ახლა ძნელია გააგებინოთ ძმებს. მართალია ძმებმაც ძალიან ისეთი გაუძლეს გამოცდას და აშკარად მონანიების დემონსტრირებაც მოახდინეს, როცა საკითხი რო იყო ბენიამინის დატოვებაზე, როგორი გულის შემძროლი სიტყვა თქვა იუდამ. სიმონი ხო გახსოვთ, იყო სანამ ბენიამინს მოიყვანდნენ და რა ტანჯვით წამოვიდა ბენიამინი მამამის ძლებს ააწიწკნეს. იაკობიც უკვე ცოტა მად ვიცით ჩვენ რომ ყარად არ არის ჯერ კიდე რწმენაში, მაგრამ მაინც ისეთი ის არის, ხო, რაღაცნაირად მერყეობს. და როგორც იქნა დაითანხმეს და წამოვიდნენ, იმიტომ რომ შიმშილობის მეორე წელია. ახლა თუ ქრონოლოგიასაც მივაქცევთ ყურადღებას, 30 წელსაც წარდგა ფარაონის კარზე იოსები, იცით, თქვენ 7 წელი უხმოსავლიანობის პერიოდი დაუმატეთ ამას 37 წელი, 2 წელი შიმშილობის 39 წელი. 39 წელი იოსები ახლა, რაღაც 22 წელია, არ უნახია ძმები, მამა და კიდე 5 წელია დარჩენილი შიმშილობისა, ხომ? და ფაქტიურად ეს წარამარ ხო არ ირბენენ ქანაანიდან ეგვიპტეში და დროა გამოეცხადო. იცით ალბათ ფარაონის კარზე რომ გაიგეს ეს ამბავი, უცნაურია, მან ერთი კარგი მუხლი არის, რომ ფარაონს გაუხარდა და აქ ჩანს ის, რომ ფარაონი ეს აუცილებლად ხო გითხარით რა პერიოდი არის, მე-12 დინასტიის ხანა არის, ეს შუა სამეფო ხანა არის ეგვიპტის ისტორიაში და ჰიქსოსების ის არის, ხო, ჰიქსოსებმა ჩაიგდეს ხელში ეს და დიდათ ეგვიპტელებს არ ენდობოდნენ, თუმცა იმ კანონებს ასრულებდნენ და ფარაონიც არ იყო ტულად განწყობილი ებრაელების მიმართ. რაღაცნაირი გაგებით, სემიტური იმის უნდა ყოფილიყო ეს წარმომავლობის და ამიტომ იყო კარგად იოსებთან. და ბუნებრივია გაუხარდა, როცა ძმების ის გაიგო ისტორია ამ იოსების ოჯახისა და გახარებული ფარაონი. დათანხმდა, რომ მთელი სახლეულობა გადმოსახლდნენ აქ და ერთი კარგი ადგილიც მიუჩინონ გესემი, მოგეხსენებათ, არის მესაქონლეები არიან ესენი ყველა და ამავე დროს ეტყვიან, რომ აი ჩვენი საქონლებიც გაკრიჭონ მათო. ისე ეგვიპტელები ამრეზით უყურებდნენ მწყემსებს და საერთოდ მესაქონლეებს ებრაელებს. და მერე გამოჩნდება, რა საშინელ დღეს ჩავარდება ეს სახლეულობა, საერთოდ ისრაელიერი გმინავს ამ ეგვიპტურ სივრცეში მონათაქციეს, უკვე როცა ეს ფარაონი წავიდა და უკვე სადღაც მოდის არასასრული ფარაონი და ათვალწუნებული არიან ეს ებრაელები.
ღმერთმა ასეენება მოარიდა ქანაანის გარემოს, სადაც არის საშინელი ერბთაყვანისმცემლობა, აღვირახსნილობა და რატომღაც ეგვიპტის თუ ადრე უკვე ზალავდა ღმერთი ეგვიპტეში ჩასვლას, ახლა კი ნებადართო მას იაკობსაც, რომელსაც ეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რომ წავიდეს თავის სახლიულობით და შევიდეს ეგვიპტეში. სწორედ აი ეს სცენა არის ახლა გამჟღავნებული აქ ძმების შეხვედრა, განცხადება, ცოტა შიში, ცოტა სიყვარული. ბენიამინი რა თქმა უნდა გახარებულია, ჩამოეკიდა კისერზე. თქვენ ასურში ალბათ ნახეთ ის პორობის დროს 2-5 მაგიმას აძლევს პორციას თუ წილსა. იოსები ესეთი სიყვარული აქვს მას და ამავე დროს უყვარს თავისი უფროსი ძმებიც და აი ეს ადრე 22 წლის უკან სიზმრები, რომლებიც იოსებმა ნახა, განცხადდა აი 22 წლის მერე და თითელი ეს თავს უკრავს არა მარტო ბენიამინი ძმები ამას და აი ეს ცხადად დაუდგა. იოსებია კაცი, რომელიც ასე თუ ისე ამასთან წილნაყარი არის ამ რწმენასთან, ვიდრე თქვათ მისი ძმები, მაგრამ თუმცაღა ძმები ასე თუ ისე მაინც უკვე რაღაცას მაინც უცნობენ. ახლა იუდას სიტყვაში ეს ჩანს, რომ აი ღმერთი ჩვენზე ძმებს რო ეუნება. მათ არიციან, რომ იოსები უსმენს ამ ლაპარაკს. და ამ თათბირის შემდეგ ხვდებიან, რომ ჩვენ რაც დავთესეთ, მე ჩვენ მგონი ამას ვიმკიდ და აი ჩვენი უბედურება სწორედაა. გახსოვთ ალბათ პირველ შეხვედრაზე იოსებს დაუმალეს ძმებმა ძმის ისტორია, კერძოდ იოსების ისტორია. ძმებმა არ უთხრეს რა და როგორ ვითარებაში მოექცნენ ძმას. ეს ხო იოსებმა ყველაფერი იცოდნენ და აი სწორედ ამ ორნაირი ტესტის ჩატარების შემდეგ ძმების გული მართლაც გააღვა და ახლა ყველაფერზე მიდიან, ოღონდ ის დანაშაული აღარ განმეორდეს. აი ბენიამინის ისტორიის გაცნობის შემდეგ რომ ვეცნობით ჩვენ ამას. აი ამიტომ დაჭირდა იოსებს ეს ამბავი. დარწმუნდა რომ ეს საკითხი გადამუშავებული არის და გამოცხადება, რისი გამოცხადებაა, რომ მონანიე ხალხს ხომ რომ გამოეცხადა ძმა, თუმცა შიში არის. ახლა დაწარმოიდგინეთ მეორეთ მოსვლის დროს ქრისტე რო გამოეცხადება ებრაელებს, ლაპარაკი არის ძმები ებრაელი ისრაელერს, შოკს მიიღებს ძალიან ბევრი და რო აჩვენებს განსაკუთრებით იმ ადგილებს, რომ მიალურსმეს ხომ და იმათაც შოკი ისევე ექნება და სიხარულიც, როგორც აქაჩანს ეს ერთი კარგი წინასახი არის. თუმცა მაინც გულის სიღრმეში ძმებს შიში მაინც აქვთ, მე გზადაგზა მე გამოჩნდება. და თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს უსაფუძვლო არის. მე გაიმეორებს იოსები იმ სიტყვას, რომელიც შეიძლება ითქვას ერთ-ერთი გასაღებივით არის ბიბლიის ამ წიგში, ძველი აღთქმის წიგში დაბადება რო ქვია ხომ 59 თავზე ჩვენ რო გადავალთ, იქ ნახავთ ეს რა კარგი მუხლი არის. რომ თქვენი ბრალი ეს არ არის იოსები. ერთი შეხედვით თითქოს ეს რიტორიკული განცხადება არის, მაგრამ არ არის რიტორიკული, ეს ნამდვილი არის. იოსებს დარწმუნებულია და რწმენა აქვს იმისი, რომ თქვენი გაკეთებული ეს არ არისო. მარტო რწმენის კაც შეუძლია ესე თქვას. თუ ღმერთი ნამდვილად არ გწამს და არ იცი მისი არსებობა, ამ სიტყვებს ვერ იტყვი. იოსები ამიტომ არის ძალიან ძლიერი, თუმცა ამას არც ერთხელ ღმერთი არ გამოცხადებია. ნიჭი აქვს ძალიან ძლიერი ეს წინასწარ მეტყველებისა და განსაკუთრებით სიზმრებში ეს ნიჭი მისცა ღმერთმა განცხადებისა იმ სიზმრისა, რაც მან დაადასტურა ციხეში ყოფნისთვის და მერე ფარაონის სიზმრები. და ადრეულ ასაკშიდაც ჩვენ ვიცით, რომ მას მუცლით მეზღაპრებს უწოდებდნენ, მაგრამ აქ შეცდენ მათ აერიათ ეს, რომ ეს არ არის თანამედროვე გაგებით წარმართული მჩხიბაობა და რაღაცა მკითხაობა ყავაზე და ასე შემდეგ. ეს არის პირდაპირი გაგებით ნიჭი ღმერთი ამ კუთხით შემოდის იოსებში და ეს იოსებმა მაგრაიც. მოკლედ ასია თუ ისეა ამან კარგად ჩაიარა, ძმები უკვე სიხარულს ვერ მალავენ, თუმცა შიშიც აქვთ, ცახცახიც აქვთ და იოსები უშვებს ამ ძმებს ერთი სათხოვარით, რომ მამაც რა თქმა უნდა აქ უნდა შემოვიდეს და აქ უნდა ეს ამბავი უნდა ამცნონ მამას, ეს სასიხარულო ამბავი. და იცით ეს თავდება იქით, როცა მიდიან ეს ძმები სახში, მამას ამ ამბავს აცნობენ, ხომ? წარმოვიდგინეთ მამას რამდენ ხნის გამოგლოვილი და გამოტირებული ყავდა იოსები. და რა არის იმას დიდი ბედნიერება, რომ დაინახავ, რომ იგრძნობ, რომ იცი რა არის, ვისაც შენ გლოვდი, თურმე ცოცხალი არის. საერთოდ ქრისტიანულ სოფხედულობაში ძალიან ბევრი მორწმუნეს ბოლომდე გააზრებული არა აქვს გამომშვიდობების საკითხი თავის საყვარელ ადამიანთან, როცა იგი სარეცელზე არის, ხომ? ლაპარაკი არის სარეცელზე, როცა გადასასვლელ სარეცელზე, მოდი ასე ვთქვათ. სარეცელი, რომელიც გადასასვლელი უწოდოთ და არა გარდაცვლა და ბევრს ეს გააზრებული არა აქვს შეხვედრის მომენტი. რომ აუცილებლად მორწმუნეს, რა ვიცი, ყველა იმაში მე ამ მიკითხია თეოლოგებთან, რომ მორწმუნე მაშინ ხარ, როცა შენ დარწმუნებული ხარ, რომ ის ვისაც შენ ემშვიდობები, იმ რწმენით ემშვიდობები, რომ შენ მას აუცილებლად შეხვდები.
როდესაც იაკობმა შვილი იოსები გამოიტირა, მან ძალიან მწარედ გამოიტირა, გახსოვთ ალბათ ის თავი, როდესაც არანაირი წმენა არ დაიტოვა იმისა, რომ იოსებ შეხვდებოდა. და რაოდენ ესეთი პასუხარულო ამბავი ეს წინასახეც არის, შეხვედრა ვთქვათ იქით-აქ ქვეყანაში მორწმუნე ადამიანებს შორის და იაკობი უნდა ვთქვათ, რომ მორწმუნეა, ათეისტი არ არის, აღიარებს ღმერთს, ყველჯერ არის შეხვედრილი ღმერთს და იოსებიც რა თქმა უნდა რწმენის კაცია. უცნაური ისაა, რომ იაკობი როცა გებულობს იმ ინფორმაციას, რომ იოსები დაღუპულია თუ ხეცებად შეჭამა და ასე შემდეგ, მოკლედ იგი დაიკარგა და გარდაიცვალა, სიცხლიც მოუტანეს ამოთხრილი რაღაცაებს სიცხლში ეს თავისი ტანსაცმელი. ძალიან ისეთი გლოვატირილი გამართა იაკობმა. რწმენის კაცი ესე არ უნდა იქცეოდეს. მას რწმენა აღარ აქვს იმისი, რომ ეს შეხვდება მას და რა უცნაურია, რომ აიქაც კი იაკობს ცნობა მოვიდა, რომ შვილი მისი ცოცხალია. და გახარებული ამ ამბით უკვე რას გადაწყვეტს, ახლა ჩვენ გავიგებთ 46 თავში. აბა წავიკითხოთ ესეც. თავი 46. გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლითურთ. მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის ისაკის ღმერთს. უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამე უხილვაში: იაკობ, იაკობ, მიუგო, აქა ვარ. უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამა შენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად. მეც ჩაყვები ეგვიპტეში. მე ვიამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით. აიყარა იაკობი ბერშებადან და წაიყვანეს ისრაელიანებმა იაკობი, თავიანთი მამა და თავიანთი ცოლშვილი ურმებით, ფარაონმა რომ გამოუგზავნა. წამოასხეს საქონელი და მთელი მონაგები, რაც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს. იაკობი და მთელი მისი მონაგარი, თავისი ვაჟიშვილები, ვაჟიშვილთა შვილები, ასულები და ვაჟიშვილთა ასულები, მთელი თავისი მონაგარი ჩაიყვანა ეგვიპტეს. აჰა ისრაელიანთა სახელები, რომელნიც ეგვიპტეში ჩავიდნენ. იაკობი და მისი ძენი. იაკობის პირმშო რეუბენი. რეუბენის ძენი. ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი. სიმონის ძენი. იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და საული. ქანაანელი დედაკაცის შვილი. ლევის ძენი. გერშონი, კეჰათი და მერარი. იუდას ძენი. ყერი, ონანი, შელა, ფარეცი და ზარახი. ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში დაიხოცნენ. ფარეცის ძენი იყვნენ ხეცრონი და ხამული. ისაქარის ძენი, თოლაყი, ფუვა, იობი და შიმრონი. ზებულონის ძენი, სერედი, ელონი და იეხალიელი. ზებულონის ძენი, სერედი, ელონი და იეხალიელი. ესენი არიან ლიას შვილები, რომელნიც უშვა მან იაკობს ფადან არამში და დინა მისი ასული. სულ 33 სული, ვაჟი და ასული. გადის ძენი, ციფიონი, ხაგი, შუნი, უცბონი, ყერი, აროდი და არიელი. აშერის ძენი, იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და და მათი სერახი. ბერიყას ძენი, ხებერი და მალქიელი. ესენი არიან შვილები ზილფასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, ლეას და უშვა მან იაკობს ისინი, 16 სული. რახელის ძენი, იაკობის ცოლისა, იოსები და ბენიამინი. შეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში ვაჟიშვილები, რომლებიც უშვა მას ასენეთმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა, მენაშე და ეფრემი. ბენიამინის ძენი, ბელაყი, ბეხერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, როში, ეჰი, მუფიმი, ხუფიმი და არდი. ესენი არიან რახელის შვილები, რომლებიც შეეძინა იაკობს, სულ 14 სული. დანის ძე ხუშიმი, ნაფთალის ძენი, იახცელი, გუნი, იეცერი და შილემი. ესენი არიან შვილები ბილხასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, რახელს და უშვა ისინი იაკობს, სულ 7 სული. იაკობთან ერთად ეგვიპტეში ჩასულნი, მისი საზარდულიდან გამოსულნი, იაკობის ძეთა ცოლების გარდა სულ იყვნენ 66 სული. და იოსების ძენი, რომელიც შეეძინა მას ეგვიპტეში, სულ 2 სული. იაკობის მოდგმა ეგვიპტეში რომ ჩავიდა, მთლიანად იყო სულ 70 სული. წინასწარ გაგზავნა იაკობმა იუდა იოსებთან,
რომ იგი დახვედროდა მათ გოშენში და წავიდნენ გოშენის მხრისკენ. ახკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და დაიძრა თავისი მამის ისრაელის შესახვედრად გოშენისკენ. იხილა იგი, ყელზე მოეჯდო და დიდხანს ტიროდა მის ყელზე გადაჯდობილი. უთხრა ისრაელმა იოსებს, თუნდაც მოუკვდი ახლა, რაკიღა ცოცხალს გხედა. უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს, წავალ ვამცნო ფარაონს და ვეტყვი, ჩემი ძმები და მამის სახლი ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ. მეცხვარები არიან მეთქი, მესაქონლები, ცხვარძროხა და ყველაფერი რაც კი ებადათ, წამოასხეს მეთქი. როცა მოგიხმობთ ფარაონი და შეგეკითხებათ რა საქმეს მისდევთო, უთხარით მეჯობი ხალხი ვართ ჩვენი მორჩილნის სიყრმიდან დღემდე, ჩვენსა და ჩვენი მამაპაპაც თქო, რათა დაემკვიდროთ გოშენის მხარეში, რადგან სისაძაგლია ეგვიპტელთათვის ყოველი მეცხვარე. გოშემი ქართულად ესე იგი რუსულად გოშემი იგივე გესემი ესეთი შეხვდათ ებრაულს მისდევს ქართული თარგმანი და სიტყვებიც ესეა შენარჩუნებული ქართულში გოშემის მიწას. იაკობი გახარებულია ხო ამ ამბით და დააკვირდით ის მაინც ეშინია ეგვიპტეში ჩასვლა და ღმერთთან რაღაც ნაირ ერთგვარ გასაუბრებას აქვს ადგილი თუ შეიძლება ასე ითქვას ხო და ნახე ეს შიში ღმერთმა მოუხსნა ეუბნება ჩადი, იმიტომ რომ ღმერთი მოიხსენებათ ეგვიპტეში ბრძალავდა ა ブラ ამსაც ჩასვლა ისააკსაც ხომ. იაკობი, ესე იგი ამის შედეგად უფრო ფრთაშესხმული თუ შეიძლება ასე ითქვას მიდის. ღმერთი ნებას აძლევს ეუბნება რომ ნუ გეშინია არ შეშინდე, მე გამოყვები იოსები დაგიხუჭავს თვალებს და გამოგიყვანთ იქიდან ყველას გამოიყვან იქიდან. აქ ჩამოთვლილი არის მთელი ამ ოჯახის წევრები. სხვადასხვა მონაცემებით შეიძლება თქვენ შეხვდეთ 66, 70 სტეფანესთან 75 და არ დაიბნეთ, არ გეგონოთ ეს წინააღმდეგობა, ვინ როგორ ჩათვლის და რა შეიყვანს ამ ჩამონათვალში, იქიდან უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ისე დაწვრილებით თუ გაინტერესეთ, ფანქარი აიღეთ და მიხვდებით რომ მათ წინააღმდეგობა მოჩვენებითია და არანაირი წინააღმდეგობა არ არის ჩამონათვალში. ერთი მეორეს არ წინააღმდეგება. უბრალოდ ერთ იმაში მოცემული არის ვინ რას ჩათვლის, ვთქვათ, ზოგან გამოტოვებული არის ეგვიპტეში იოსები და მისი შვილები, ზოგან ჩათვლილი არის. 66 შედის თუ დაამატებთ ამას იოსების უკვე ეგვიპტეში თავის შვილებს თვითონ და შვილს, ესე იგი 70 გამოდის. სტეფანეს 75-ს რო იძახის უკვე ეფრემისა და მენაშეს შვილებიც იგულისხმება ამაში. ასე რომ წინააღმდეგობა მოხსნილია და ამაზე მაშინ არ შეხვიდეთ თუ ვინმე ისეთი ის არ არის. თქვათ კლაუზნიკი და ბიბლიას ბევრი კლაუზნიკები ყავს, მაგრამ ერთი რამე დავიმახსოვროთ, ჩვენამდე ამას ძალიან ბევრი რევიზიონისტები ეყოლებოდნენ და ამ წინააღმდეგობას ისინი რამენაირად მოხსნიდნენ. რაკიღეს დატოვებულია წინააღმდეგობა მოჩვენებითია და გულისხმური თუ წაიკითხავს ადამიანი მიხვდება სტეფანე რას იძახის, რა არის მოცემული ამ მუხლში 46-ე მუხლში ჩამონათვალში 66 სული და არც ის არის არ მოგიჩვენოთ ის რომ ზედმეტად არის ჩამონათვალში სახელები. აი ეს სახელები რომელიც ახლა ჩამოთვალეს, ჩვენ ხვდებით ამას მათესთან, ბევრი სახელი ჩამონათვალი არის, როცა გენეალოგიაზე ლაპარაკით, მათეს პირველი თავი და ასევე ლუკას მესამე თავში. აი ეს შემთხვევითი არ არის, რომ გავიგოთ, რომ ამ შტოდან გამოდის მხსნელი. ბიბლია ხო იცით ეს იესო ქრისტეზე არის. ბევრჯერ ვთქვით, რომ ეს წიგნი არ არის პიროვნებებზე, თქვა დაწერილი ა ブラ ამზე, იოსებზე და იაკობზე, ესენი კი არიან ფიგურები, მაგრამ ეს წიგნი არის იესო ქრისტეზე. თავად მანა თქვა ეს ჩემზეა დაწერილი. ჩვენ იმიტომ ვსწავლობთ ამას, რომ სარწმუნოდ გახდეს იესოს მიღება ჩვენში როგორც ღმერთისა, ცოცხალი ღმერთისა, ხორცად ქცეული, გაადამიანებული თუ როგორ ვთქვათ, ხორცშესხმული, ეს ფორმა რომ მიიღო მხსნელისა, აი ეს თუ არ მივიღეთ ჩვენ, სულ ყალბია ყველაფერი ამის სწავლა. ეს დარჩება ინსტრუქციებად, წესებად, რომელსაც ბევრმა დაიტოვა თელმა რიგმა დენომინაციებმა და ქრისტე როგორც ასეთი გვერდზეა გაწეული. ესე იგი ის პრინციპები, რაც ბიბლიაშია მოცემული, ამ პრინციპებით ბევრი სარგებლობს, თუნდაც კათოლიციზმი, ბევრი რამე, რა თქმა უნდა, ბიბლიიდან კათოლიციზმს და მართლმადიდებლობას თქვენ რო შეხედავთ რიტუალებში, ფორმებში, ჩაცმა, წვერის მოშვება, ეს ყველაფერი ბიბლიიდან არის. წვერი მოშვებული ეს ქართველების მოგონილი კი არ არის. ყველა ლევიტელი წველს ატარებდა, ყველა ფარისეველი წვერს ატარებდა. ეს ყველაფერი არის ბიბლიიდან, ხო? და აი ნახეთ ამაში ტრიალებს ადამიანები, ეს ორგანიზაციები, რიტუალებით იგივე თქვა ზიარება, რაღაც ეს ძველი და ახალი აღთქმის შერწყმა არის. და რაღაცა ძველიდან ახალში გადმოვიდა და ეს რიტუალები, წესები, აღმასრულებელი რელიგიური რიტუალები ყველაფერი არის მანდიდან ამოღებული. მაგრამ რაც მთავარია, ის არის გაშვებული. მთავარი არის იესო ქრისტეს პიროვნება. ბიბლია არის იესო ქრისტეს პიროვნება, რამე თუ ამაზეა დამოკიდებული კაცობრიობის ბედიღბალი. და არა შენი წესების შესრულებაზე. მანდ რომ ქრისტე ამოიღოთ ბიბლიიდან,
დაიტოვეთ ეს წესები, მაშინ რა პრობლემაა, ქრისტე რაღაცზე მოვიდოდა. შევასრულებთ ამ წესებს, ისაც ასრულებს ქართველი, ყარი რიგითი ქართველი, რომელიც ასრულებს მისდევს ყველაფერს, ასევე კათოლიკე, ასევე რა ვიცი, არიან ხალხი, რომ მისდევენ ამ წესებს და საზეპიროებს და რა ვიცი, ხუჯერლოცვები და რომელი ერთი გითხრათ, რა ვიცი, დღესასწაულებსაც არ ტოვებენ, მაგრამ ბიბლია ხო ამაზე არ არის აქცენტი დასმული. ბიბლია სწორედ არის იესო ქრისტეზე, გამომსყიდველზე მთხრობილი ამბავი და ეს სულ თანდათან ხდება ამისი თანდათანობითი, როგორც იტყვიან, შემოსვლა. რა ის შორს რო არის და მე ნელ-ნელა მოდის და განკაცდება. ახლა თქმაში უკვე განკაცდება და დადის ადამიანებში, ლაპარაკობს ეს სიყვარულება, სასწაულებს ახდენს და რაც მთავარია, რაც აწუხებს კაცობრიობას, რაც აწუხებს სამყაროს, ცოდვადაც სამყაროს, აი იმის მოხსნაზეა ლაპარაკი. ლაპარაკი არის ცოდვის მოხსნაზე. ცოდვა რომ არ მოიხსნა იესოს, ჩვენ ისევ ცოდვაში დავიღუპებთ. ვერ გვიშოლიდა ვერც ერთი რელიგიური რიტუალის შესრულება, ვერც ერთი მორალური პრინციპების შესრულება, იმიტომ რომ თუ ცოდვაში დაბადებული ვარ და ვიზდები და ვკვდები ცოდვაში, რანაირი კარგი მორალისტი არ უნდა ვიყო მე, თუ გამომხსნელი არ მოვიდა, მე მაინც ცოდვაში ვკვდები. ასე რომ თუ ქრისტემდე ხალხი დაიხოცა რელიგიურ პრინციპების მიმდევარი ხალხი, მორალურ პრინციპების მიმდევარი ხალხი, ისინი დაიხოცნენ რწმენაში და ამის შესრულებაში, მხოლოდ რწმენაში რომ იესო მოვიდოდა. და რწმენაში იესო ქრისტეს მოსვლის წმენაში ვის დაიხოცა, ეს ყველა აღდგება. და მით უმეტეს, როცა უკვე იესო მოვიდა, აღასრულა ეს და გააუქმა რიტუალების შესრულება, როგორც ჩვენი ცოდვის გამომხსნელი საშუალება. და არა ისე რომ რიტუალი არ შეასრულო. ეს არ არის ისეთი რამ, რომ ვიცი რა რიტუალის შესრულებით ჩვენ ჯოჯოხიში წახვალ. უბრალოდ ეს არ უნდა შესრულდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამაზეა შენი ბედი დამოკიდებული. ჩვენი ბედი დამოკიდებულია იესოს პიროვნებაზე, ჯვარცმულ იესოზე, რომელმაც ცოდვა გამოისყიდა და უშუალოდ გახსნა კარები მამასთან სასაუბრო. მანამდე ჩვენ კარები დაკეტილი ვქონდა და ეს გადაბარებული ქონდა განწესებულ პიროვნებას მდელ მსახურს, რომელსაც ებარა ეს ჩვენი ცოდვების თქვათ მიტევება, გამოსყიდვა იმ გაგებით კი არა, რაც ქრისტემ გააკეთა. მოკლედ ეს წინა სახეები იყო და ამ რწმენაში უნდა დარჩენილიყავით, რწმენა რომ ცოდვილი ვარ და ველოდები გამომსყიდველს. შესაბამისი რიტუალებიც იყო თქვათ ხო, ჩამონათვალი არის მე ლევიტელებში ეს. და იესო ქრისტე როცა მოდის და ეს უკვე აღასრულა და განსაკუთრებით ჩვენთვის ჩვენ უკვე შედარებით ძველი აღთქმის ხალხისაგან განთავისუფლებული ვართ. ძველი აღთქმის ხალხი მაინც ლევიტელები პირწმინდად ასრულებდნენ იმას და არც ერთი ლევიტელი გარდა ასეთი პერიოდისა, სადაც უკვე დაცემა იწყება ისრაელისა, არ იტყუებოდა. აარონის პერიოდი, ლაპარაკობ მოსეს პერიოდი, არც ერთი ლევიტელი ტყუილს არ იძახდა. ისინი პირწმინდად ასრულებდნენ იმას, რაც მითითებული იყო ზემოდან. მერე და მერე ხდება ამის დაცემა, გადაგვარება და ისეთ სურათებს ხედავთ. მერე აღწერილი არის მსაჯულებში, რომ გაგაკანკალებთ ლევიტელები უკვე რაღაც აკეთებენ, როგორ დაეცა ლევიტელი მღვდელი მსახური და როგორ კერპთაყვანისმლობას იწყებს ყველა ეს ხალხი. თანდათან უკვე ცოდვა მოდის და ამან გამოიწვია მერე სოლომონი ტაძრის ნგრევა, საერთოდ იერუსალიმის მერე ქრისტეს დროს დაანგრევა და რა ვიცი ბოლოს დამთავრდა ეს ისრაელი ერისთვის, კარგად არის ცნობილი. ასე რომ ჩვენ ეხლა ისეთ კარგ ეპოქაში ვართ, ეს ქრისტიანული სულიწმინდის ეპოქა, მადლის ეპოქა არის ვიდრე მეორე თმოსვლამდე, რომ ჩვენ აღარ საჭიროებთ თქვათ გაუთავებლად დაკომპლექსებული ვიყოთ მღვდლის წინაშე, შიშები ვქონდეს და ვასრულოთ რიტუალები ცოდვის განსაწმენდელი. ცოდვის განსაწმენდელი რიტუალები აღარ არის საჭირო. ჩვენ რიტუალები უნდა შევასრულოთ გამომხსნელი იესო ქრისტეს მიერ დაკანონებული სიხარულით, თუ საჭირო არის ეს ქველმოქმედებაში გადავიტანოთ. არა ის რომ ჩვენ მუდმივ მონანეების იმაში ვიჯდეთ. არა, პირიქით, ჩვენ უკვე გამოსყიდული რო ვართ, ნაშვილები რო ვართ, ჩარიცხული რო ვართ იმ და გვიშვილა ღმერთმა, უკვე ჩვენი მოქმედება, მორალი და ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი საქმეებით ერთმანეთს ვეხმარებით და აი ეს რიტუალები, რაც დღეს გვთავაზობს კათოლიკური ეკლესიაც და მართლმადიდებლობა, სრულიად მოძველებული. პატივს არცემენ იესო ქრისტეს პიროვნებას. ნუ გასაგებია რატომ, ახლა ვის უნდა ეს გააუქმო ეს და ქრისტე შემოვიდეს ყველა ჩვენთაგანში. მაშინ ეკლესია დღევანდელი გაგებით, აი სახელმწიფო ეკლესია უნდა გაუქმდეს, ეს მთელი ინსტიტუტი არის, მთელი ეკონომიკა, მთელი ფინანსები, ეს მთელი სტატუსი არის, ხო, ახლა რამდენი უმშევარი დარჩება, ბევრი მღვდელი, მე რა გააკეთო, ხო? ხედავთ როგორ ფაზაში შევედით ჩვენ და ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ადამიანები მოტყუპდნენ. თუ ეს მღვდლები არ აცნობენ ადამიანს იესო ქრისტეს გამომსყიდველს და რიტუალებში ტოვებენ. რჩები ილუზიაში, რომ შენ ამის შესრულებით გადარჩები.
ვერ გადარჩები ამის შესრულებით, ვერც ანთლის დანთებით, ვერც მუდმივ ყოველკვირეული ზიარებითა და აღსარებებით ადამიანი ვერ გადარჩება. გადარჩებით მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს, როგორც ჩვენი უფლის მიღებით და ეს ჩვენ მივიღეთ ქრისტიანი იყო ნიშნავს იმას, იესო ქრისტეს სამსახური უნდა მივიღოთ ჩვენ. მან გამოგვისყიდა რაღაცა ჩავბარდე ხლა მღვდელს და კიდე მივიდე იქ ცოდვების მოსანანიებლად. მე არ მესმის და თუ არ მოეწონება რამე მეტყვის იცი რა არის, არ ჩაგეთვლება. ეს რაღაცა იცი, რაღაც ამას აკეთებ. ძალიან ბევრი მართლმადიდებელი მღვდელი მხატვრულ სახეებში, ფილმებში მოწოდებულია სწორედ როგორც დიქტატორი. და ცოტა გულზიდვას იწვევს მაყურებელში, რომ თითქოს მე ვიყო დამოკიდებული მღვდელზე. სრულიად გაამარტივა და გაათავისუფლა მორწმუნე ადამიანი ქრისტემ და რაზე ჩამოვეკიდოთ ჩვენ ყორუ და მუნჯ და ბლუ მღვდელს და რატომ განვადიდოთ მღვდელი და ჩვენი დიქტატორი რატომ უნდა იყოს? იმას ვინ კითხავს ჩვენი ცოდვების მოხსნას. თქვენ იცით რომ მართლმადიდებულ ქართულ სივრცეში და რუსულ სივრცეში მართლმადიდებლურში მღვდელს ფუნქცია აქვს თითქოს იგი ცოდვების მიმტევებელი და მომხსნელი იყოს. ეს შეცდომა არის. ცოდვებს უტევებს და ხსნის იესო ქრისტე. ამიტომ ჩვენი ვალი არის ქრისტიანობის მიღების შემდეგ ქრისტიანული სოფხელულობის კარგად შეტანა ადამიანში და გავანთავისუფლოთ რიტუალებისაგან. რიტუალებისაგან თუ არ განთავისუფლოთ ადამიანი, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? ამაოდ გარჯილა იესო და ამაოდ გაკრულა ჯვარზე. პავლეც ამას ქადაგებს. ამიტომ უკიდურესი მსმენელთათვის გასაგონად ჩვენ იმას კი არ ვიძახით რომ მოვსპოთ ყველაფერი. ჩვენ იმას ვიძახით რომ იესო ქრისტე უნდა გააცნოს პიროვნება. გინდა მღვდელი დაირქვი, გინდა პასტორი, რაც გინდა დაირქვი, ოღონდ იესო ქრისტე გააცანი, მისი დანიშნულება, მისი სამსახური და შენ თავს ნუ გააცნობ როგორც რელიგიურ დიქტატორს, როგორც რელიგიურ მოძღვარს და როგორც რელიგიურ მამაოს. რომ ქრისტემ თქვა, მამა არავის არ უწოდოთ ქრისტეს გარდა. მამა ყავს ჩვენ. და საქართველოში დამკვირდა ეგრეთ წოდებული მამაოები. და ამ მამაოებზეა ქართველები ჩამოკიდებული და ქრისტე დავიწყებული არის. ვინც ქრისტეს დაივიწყებს, ქრისტეც დაივიწყებს ასეთ ადამიანებს და სახეზეც არის ჩამოკარგებო. გამონაკლისი არის ის ადამიანები, ვინც კარგად იცის ბიბლია და გაიგო ქრისტეს მადლი და ასეთი გაერთიანება და ასეთი ეკლესია, ნამდვილი ეკლესია, სადაც ქრისტე არის მოძღვარი და არა მღვდელი, მეც მივესალმები და იყოს ესეთი თავშესაყარი ადამიანებისა, სადაც იესოზეა ლაპარაკი, სადაც განწესებული ერთი პიროვნება იესოს ქადაგებს, იესო შედის ყველა ადამიანის გულებში და ხდება დაბადება. ასე რომ ბიბლიდან გამოტოვებულია ისეთივე დაბადება, როგორც იესო დაიბადა. თუ მორწმუნე ადამიანი არ დაიბადა იესოსთან შეხვედრის დროს, რიტუალებით ის ვერ გადარჩება. დღეს კი ეკლესია, სახელმწიფო არ მინდა ეკლესია უწოდო, სახელმწიფო რელიგიური დაწესებულებები, უფრო რიტუალებით ერთობიან და დღეებით, დღესასწაულებით აკიდეს ეს სიმძიმეები ადამიანებს და ილუზიას აძლევენ იმისაც, რომ ესე გადარჩებიან. არა მეგობრებო, აი ამიტომ ვსწავლობთ ჩვენ ამ საკითხს. ბიბლიას სწავლა გვჭირდება, იმიტომ რომ იესო უნდა გაიცნო. იესოს ვეცნობთ ჩვენ ყველა ადამიანთან ურთიერთობის დროს, დაწყებული ადამიდან მოყოლებული იოანე ღვთისმეტყველის ჩათვლით. ეს წიგნი ამაზეა, მეგობრებო. ბიბლია არის იესო ქრისტეზე და წაკითხვის პროცესში თავიდან ბოლომდე თუ არ შემოვიდა რწმენაში იესო როგორც შენი ცოდვის გამომხსნელი, სიკვდილზე გამარჯვებული პიროვნება, არც ფიქრობთ გადარჩენაზე. ვერ გადარჩებით ამ რიტუალებს. არა მარტო ქრისტიანობას, რიტუალი აქვს მუსულმანობას, რიტუალი აქვს ბუდიზმს, რიტუალი აქვს მარქსიზმს. მარქსიზმი თუ ლენინური ფილოსოფიას ჰქონდა ყოველდღიური რიტუალები. თავისი ოთახები ჰქონდა, ბიუსტები, ყველანაირი ფორმები. მას ძალიან ძლიერი რიტუალები, სიმბოლოები ჰქონდა მარქსიზმს. მაგრამ ვინმე გადარჩა მაგით, როცა ქრისტიანობა დაყვავს რიტუალებზე, ეს ქრისტეს სირცხვილი არის. და ამიტომ იცი ძველი აღთქმიდან ბევრი რამე გადმოღებული არის და მთავარი არ არის, მთავარი გაშვებულია. ამას სატანა კეთებს რომ იესო დაგვავიწყებინოს. ჩვენ კი გამოვყოთ მთავარი მოქმედი გმირი ბიბლიიდან. ეს არის იესო ქრისტე, ჩვენი გამომსყიდველი და ბოლოს ასე რომ მივყვები და ფინალი რო არის გოლგოთა. და როგორც კი აღმდგარი იესოსთან უკვე ხელახლა შეხვედრა მოგვიწევს ჩვენ, სამი ფაზა არის იესოსთან შეხვედრის. ხო თეთანთანოვი თეოფანია რო ხდება ძველი აღთქმიდან მოყოლდა ბოლო ფაზა, ბოლო არის აღმდგარი იესოსთან. ჯერ მეორე ფაზა არის განკაცებული იესო. მანამდე თეოფანია არის. განკაცებამდე თუ თეოფანიას აქვს ადგილი. აი ეს თუ არ ავიღეთ ბიბლიიდან, რა გვინდა აბა ისე მღვდელთან პუტუნი ახლა რა ვიცი, მღვდელთან ყველა დადის და ვერამინ კარგად არ არის და არც ბოლომდე დარწმუნებული არავინ არ არის გადარჩება თუ არა.
და როცა იესო კარგად შემოვა ჩვენს რწმენაში, ყველანაირად იცით, რომ თქვენ გადარჩენილი ხართ და იოტის ოდენე ეჭვიც არ შემოდის იმისა, რომ თქვენ იცი რა დაიღუპებით. და როცა რიტუალებს ასრულებს კაცი, იგი ისევე დაეჭვდება როგორც მარტინ ლუთერი. მარტინ ლუთერზე უკეთესად ახლა ვინ შეასრულებდა იმ რიტუალებს, რომელსაც განუწესებდნენ თავიანთი მღვდელმსახურები მარტინ ლუთერს. ის ბერათაც იყო აკვეცილი, მონასტერშიც იყო, მაგრამ მას შვება არ ჰქონდა. ასევე რიტუალების კარგი შემსრულებელი იყო ავგუსტინე. თუ თქვენ თავზედაც გამოგიცდიათ ეს მე გამომიცდია, სანთელსაც დავიჭერ ხელში და არაფერი ძვლა არ მაგდა. რა ვიცი ახლა ასე პრიმიტიულ დონეზე არის ხა ჩემი ხსნა რო იცი რა მღვდელთან მივიდე აღსარებები ჩავაბა რომ მოუყვე ჩემი ცხოვრება. რა ვიცი რა განსხვავება მაშინ მღვდელსა და ფსიქოლოგს შორის. ფსიქოლოგთან მიდის ადამიანი და ყველაფერს ყვება. ერთგვარად ფსიქოლოგთან როცა ურთიერთობს პაციენტი აბსოლუტურად აღსარებას აქვს ადგილი. ყველაფერს ყვება იგი. ცუდს, კარგს, რამე და ის მერე მოусმებს და გამოუშვებს ისე ხა გამოდის განწმენდილი. მღვდელიც იგივე არ არის. აი რა განსხვავება ფსიქოლოგსა და მღვდელს შორის? თუ იესო ქრისტე არ არის ამათან, ისე მე განსხვავებას ვერ პოულობ. მღვდელს იგივე როლი აქვს, რაც სოციალურ იმაში ფსიქოლოგს. მედიხარ მღვდელთან, ყველაფერს ეუბნები, ეს რაღაც შესაბამისი ლექსიკონით გეტყვის რაღაცას და გამოგიშვებს. რიტუალს ჩაგატარებს ისაანთე, ეს დაანთე იქ შეწირი და მორჩა. ფსიქოლოგთან მიდიხარ, ყველაფერს ყვები შენსას. რა პრობლემაც აქვს, არავის რო არ უყვები, მას უყვები და ეს არის ერთგვარად სოციალური მღვდელი. ფსიქოლოგიც არის სოციალური სეკულარული იმაში მღვდელი, გამწმენდელი. და მართლაც გაწმენდილი გამოდიხარ, ხო წინ წლებში. იესოს ფუნქციას სხვა არის. იესოს გაცნობა ჩვენ გვაძლევს მთლიანად იმის წარმოდგენას, რომ არის შესაძლებელი ადამიანის დაბადება. აი რა ინფორმაცია მოიტანა მან. და რიტუალების შემსრულებელი მღვდელი არ მეუნება დაბადებაზე არაფერს. ის მიკეტავს გზას. და მე თუ არ დავიბადე ახალი კაცი, ძველი კაცით როგორ უნდა გადავრჩე. და ბევრჯერ იძახის ახალ აღთქმაში იესო ამიგავს ხომ მათესთან. ახლა ახალი გახსოვთ იგავები ღვინოზე ძველი ტიკჭორაში ახალი ღვინოების ჩასხმაზე? მერე პირდაპირ იოანესთან დაბადებაზე ელაპარაკი, ნიკოდიმოსთან საუბარი. მერე პავლესთან, პავლემ განიცადა ეს. ასე რომ ეს დამალული არის კათოლიციზმში, დამალულია მართლმადიდებლობაში, არ ვიცი შეგნებულად არის თუ შეუგნებად, სატანას დამსახურება აქ ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ ახლა თუ დავფიქრდებით ამ საკითხზე, ჩვენ უნდა სიღრმეებში გავიდეთ. ალბათ რიტუალებს რო უყურიდან ისე იმიტომ მივიდა ანტიქრისტეს ძალიან ისეთ იმაზე, რაც დაჩხაპნა მან და დაწყევლა ქრისტიანებს და გამოაცხადა ეს ავადმყოფების რელიგიად და სუსტი ადამიანების რელიგიად. ამ დროს ყველაზე სუსტი ნიჩე იყო. უცნაურია პირდაპირ და რას მიაღწია თავისი ფილოსოფიით მან საგიჟეში დაასრულა სიცოცხლე. ზოგადად მეგობრებო, ქრისტიანობა არ არის სუსტი ადამიანების მსოფლმხედველობა. როგორ გეკადრება ჯერ იმ თავითვე ადამიანი რატომ არის ძლიერი, ცოდვადაცემული ადამიანი ყველაზე საშინელი არის, ყველაზე სუსტი არის და მშიშარა არის. ხოლო მორწმუნე ადამიანია ძლიერი და მორწმუნე არა იმის რელიგიური რაღაც სახეებისა და წარმოდგენებისა, არამედ სამყაროს შემოქმედის რწმენაა მორწმუნე. საერთოდ განმარტოთ რწმენა საერთოდ არის კოსმოსში, სამყაროში აღმატებული პიროვნების, გონიერი პიროვნების, კეთილის, ბრძენის, განუსაზღვრელი ინტელექტის პიროვნების რწმენა არის ეს, რომ ის არის. ამის რწმენა. მე როცა ვიძახი მორწმუნე ვარ, მე სანთლის დანთების რწმენა კი არა მაქვს და მღვდლის რწმენა. მე მაქვს რწმენა, რომ სამყაროს ყავს გონიერი პატრონი, ინტელექტი, მოსიყვარულე, რომ მე მან გამაჩინა, შემქვანა, მე მას აუჯაყდი, დავშორდი, ცოდვად დავეცი, ვიტანჯები უმაგისოდ, მე ის მოდის ჩემთან, გამოისყიდა ჩემი ცოდვები და შემარიგა მასთან. აი ეს არის რწმენა, ჩემი რწმენა ეფუძნება კიდევ მეორე სამყაროში პიროვნების არსებობას. ეს პიროვნება მეცნობა მე ბიბლიიდან. და არ გეგონოთ ეს რწმენა, ქრისტიანული რწმენა, რაღაცა ფანტაზია. მაგრამ რა რწმენას გვაძლევს მართლმადიდებლობა? რა რწმენას გვაძლევს კათოლიციზმი? აი ეს უნდა ახსნათ კაცო. ეს რწმენა, რა თქმა უნდა, მოთხრილია ფოიერბახის მიერ ნიჩეს უერთდები მე მათ საკითხში, მაგრამ ვერ მივიღებ თუ ისინი შეეხებიან იესო ქრისტეს. ისევე როგორც მაშინ მოდი და გავაკრიტიკოთ მაშინ დიონისე და გავაკრიტიკოთ აპოლონი, ნიჩეს ვეტყვი რომ ევრიპიდეს არსებობა კი იყო, რო სწორია რო იგა. შენ გჯერა იმის არსებობის და არ გჯერა სამყაროში იესო ქრისტეს არსებობის, კაცო. 2000 წლის უკან იყო იესო ქრისტე. ევრიპიდე იყო 2400 წლის უკან. გჯერა ევრიპიდეს არსებობის და იესო ქრისტეს არსებობის არ გჯერა. ეს უკვე ახირებაა. და თან ეხლა ეს ყურით მოთრეული ხომ არ არის კაცო, იგივე წყაროები, რაც ფრაგმენტებია შემონახული და არის მოწოდებული ევრიპიდეს არსებობის შესახებ წყაროები, არანაკლები წყაროები მოიპოვა იესო ქრისტეს პიროვნების შესახებ. რომ იყო კაცი, იესო ქრისტე და იმდენად უცნაური კაცი, რომ მკვდარს აცოცხლებდა. ევრიპიდესზე ესეთი რამე არ წერია. აი ამას არ იღებ.
და იღებ ევრიპიდეს. ევრიპიდესთან უფრო ახლოს ხარ შენ თუ ეპოქით თუ ვთქვათ იესო ქრისტესთან. რა უცნაურია ხო ადამიანის ტვინი. ზერო ნიჩე როცა წერს ანტიქრისტეს, ქრისტეს საწინააღმდეგოს, ის თუ ქრისტეს აკრიტიკებს, მის პიროვნებას ტყავიც გაძვრებოდა და გაძვრა კიდევაც იცით რომ როგორ დაამთავრა მან ცხოვრება. პირველად ჩემთვის ეს არწმუნო არის. არანაირად არ გავიზიარებ იმას, რომ ქრისტიანობა ეს არის სუსტი ადამიანების სოფხედულობა. მე ვიცი ქრისტიანები ყველაზე ძლიერი ხალხი. პავლეზე ძლიერი ნიში არ ყოფილა. არც პეტრეს როგორ გააკრეს ჯვარზე, როგორ იწამა და ამას ნიში ვერ გაუძლებდა. ასე რომ ეს ძლიერი ხალხი იყო. ყველა ქრისტიანი ცოცხალი კოცონზე იწვებოდა ეგ ხალხი წმენისათვის. ნიჩეს კი რა გაუკეთებია, ქალების ტყვეობაში იყო და ის ქალები ტყავს აძრებდნენ. ქალებისგან ყო შეშინებული ხო, დებისგან და რა ვიცი, ათამაშებდნენ ქალები. რა უცნაურია ხო, თავისი არასრულფასოვნები კომპლექსის გამო მან შეიმუშავა ძალაუფლების ნება და არაფერი არ გამოუვიდა. და კომპლექსიანი ჰიტლერიც კი ილუზორულად გაამაყა და შიშისაგან თავი მოეკლა მერე. თორე ის რო ძლიერი ყოფილიყო, შეხვდებოდა სიკვდილს ადამიანურად, თავი კი არ უნდა მოეკლა, სხვას დაეხურდა ჯობდა. ასე რომ ვერ გავიზიარებ ნიჩეს შეხედულებას, რომ ქრისტიანები სუსტები არიან, ავადმყოფები არიან და ასე წარმოადგინა ბევრმა მხატვარმა და ბევრმა ლიტერატორმა იმის გამო, რომ მათ ქრისტე არ იცოდნენ. ასე რომ ისინი დაიჯებიან ამისათვის და დაისაჯენ კიდევაც. ეს ნაწარმოებიც კი უმადლოდა ეს ღმერთს, რომ ნახე სალანძღავი ნაწარმოებით მაინც სახელი გაითქვა ნიჩემ. ანტიქრისტიანობა მისი ნაწარმოები რო არის. ნახე ნიჩე ამითაც არის ცნობილი. რა უცნაურია ქრისტე. აქებ მაინც ცნობილი ხარ, აგინებ ცნობილი ხარ. როცა აქებ ცნობილი ხარ შენთვის სულის სახსნელად, როცა აგინებ ცნობილი ხარ, მაგრამ შენი სულის დასაღუპად. რაჯობია ახლა სულის დასაღუპი ცნობიერება რა ჯანდაბათ მინდა. ამიტომ იზახი ჩვენ როცა წმინდანზე ვლაპარაკობთ, მიაქციეთ ყურადღება პირადად მე რომ გამიგოთ ლექსიკონში როგორ ხმარობთ წმენა არ არის ჩემთვის სანთლის დანთება, მღვდლის არსებობა, რიტუალის შესრულება, არა მეგობრებო, რიტუალების რწმენა კი არა მაქვს მე. მე მაქვს რწმენა სამყაროს შემომქმედისა, სამყაროში გონიერი არსებისა, მოსიყვარულესა, რომელიც მეცხადება მე ბიბლიაში, სხვანაირად მე არ მეცხადება. გამომიცხადა მან თავისი სიყვარული, თავისი ურთიერთობაში ადამიანებთან და ჩემი თავი წარმოდგენილია სხვადასხვა ადამიანებში, იქა ხო ადამიანიდან მოყოლებული ვიდრე იოანემდე. და იოსებიც ვარ ჩვენ, იაკობი ვარ, რაჯობია მაგას თუ ამალდებით იოსებამდე, ჩვენ ვართ იაკობი, ვართ დავითი. ჩვენ ხო ცხოვრების ეტაპზე რაღაცნაირი იმით გავლილი გვექნება ყველა ამ ადამიანების ელემენტარული რაღაც განცდები, ხო? ვის არ იქნება ის განცდა და ის რაღაცები, რაც დავითმა გაიარა, ხო? ვის არ დაუდგია თვალი ხვის ცოლზე და ვის არ მონდომებია ხვის ცოლის თუ მოეწონა წართმევა. ჩვენ რაღაცა დოზით დავითიც ავართ, რაღაცა დოზით იაკობიც ავართ, რაღაცა დოზით კი არა, მე მგონი დოზით იაკობი ვართ, ყოველთვის ვიტყვევით, მამაძაღლობთ, გამიგე ფეხს უდებთ სხვას, ოღონდ ჩვენ წავიდეთ წინ. ასე რომ აქ ისტორია არის ამ მამაძაღლი ჩვენი ბუნებისა. მაგრამ მოსიყვარულე ღმერთი როგორ დახარეს და დააკანკალებს ამ მამაძაღლ ბუნებას და ეუბნება, მოდი ჩემთან და არაფერი პრობლემა არ აქვს შენ, გამომისყიდი შენ ცოდვებს. ეს განსაციხარულო ამბავია. აი იოსების ცხოვრებაში ჩვენ ამ მონაკვეთსაც კარგად ვეცნობით. ძმები, აი არც ერთი არ არის ჩვენ რო გავიცანეთ ახლა ძმები, ძალიან ამ სიტყვის ესე დიდი მორწმუნეები. რაღაცა წარმოდგენა აქვთ ისეთივე ღმერთზე, როგორც შეიძლება დღეს რომელიღაცა ადამიანს კონდეს მეტი ინფორმაცია ვიდრე მათ. განსაკუთრებით აი ძმები ჩამონათვალი თუ იაკობია გამონაკლისი, რომელსაც აშკარად ამ ოჯახში მარტო იაკობს ელაპარაკება ღმერთი. აი ხო გახსოვთ ახლა წეხანდელ თავშიდაც ნახე იაკობი მიდის და ღმერთს დაელაპარაკა. იოსები არა. იოსებთან ღმერთი არ ლაპარაკობს. იაკობთან ღმერთი ლაპარაკობს და მიუხედავად ამისა იაკობს მაინც შიშები აქვს, იცი, ძალიან ისეთი დონის შიშები აქვს, რომ თუ არ შეეკითხა ღმერთს, ჩავიდეს თუ არა ეგვიპტეში. შიშები აქვს რა, მიატოვოს ის მახო მიცის გადმოცემით ა ブラ ამისგან, ისააკისგან, პაპისგან, მამისგან, რომ ეს მოუთხრობდა ისააკი იაკობს ა ブラ ამმა რა გაიარა. რატომ მიატოვა თავის სამშობლო, რა აღთქმა დადო ღმერთმა და იგივე აღთქმა იდება ისააკთან და რა თქმა უნდა იაკობთან. ეს ხო იაკობმა იცის. და უკვე ამის უცებ წინააღმდეგობაში ჩავარდა, როგორ დავტოვო ეს ქანაანი, აბა როგორ აბა და წარმოიდგინეთ 430 წლით ისინი ეგვიპტეში შედიან. 430 წელი. 130 წელს არის იაკობი რო შედის ეგვიპტეში, ეს პერიოდი რო წარდგება და მათ 17 წელი დაყობს, მერე გარდაიცვლება და აქედან მოყოლებული უკვე ისრაელიერი 430 წელი დაყობს მანდ და მერე ხდება ამერის 2 მილიონამდე და ცოტა მეტი, 2 მილიონი ნახევარი გამოსვლა და საერთოდ გამოსვლა სიმბოლური წიგნიც არის. აი გამოსყიდვის სიმბოლოც არის ეს წიგნი, მე ცალკე ვილაპარაკებთ ამაზე.
ახლა მე მინდა იოსების წინასახეები გავიხსენოთ. აბა გთხოვთ მომაწოდეთ ჩამონათვალი ის 30 წინასახე და ნახოთ რამდენად პარალელები არის იოსებისა და ქრისტესთან მიმართებაში. რამდენი ახლობელი რაღაცი შეიძლება ვიპოვოთ. იოსებში განცხადებული იესო ქრისტე. პირველი იაკობმა დაავალა იოსებს მოენახულებინა ძმები, რომლებიც მის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი. ღმერთმა დაავალა თავის შვილს აეღო ჯვარი და ეტვირთა თავისი თავი. მეორე იოსები დაუყოვნებლივ თანხმდება. ჩემი საჭმელია ვქნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე. იოანეს სახარება 4:34. შენი სურვილის შესრულება მინდოდა ღმერთო. ფსალმუნი 39:9. მესამე იოსები ეძებდა რა თავის ძმებს შექემში, ვერ იპოვა იქ ისინი და გაემართა დოფანში. ღმერთი უშვებს იესოს, რათა მან მოძებნოს თავისი ძმები. იგი ეძებს მათ ყველგან ცოდვის გზებზე. მთელი მისი ცხოვრების საქმე იყო თავისი ძმების პოვნა. თავის მოწაფეებსაც იესო აგზავნის თავიანთი ძმების საძებნელად. როგორც შენ მომავლინე სოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი სოფელში. იოანეს სახარება 17:18. მეოთხე ძმებმა გადაწყვიტეს იოსების მოკლა. ისრაელმა საკუთარი მესია მხსნელი ჯვარზე გააკრა. მეხუთე იუდამ შესთავაზა ძმებს იოსების გაყიდვა ისმაელიტელებისთვის 20 ვერცხლად. იუდამ გაყიდა იესო ქრისტე 30 ვერცხლად. მეექვსე იოსების შეცდენას ცდილობდა სატანა პოტიფარის ცოლის საშუალებით, მაგრამ მან გაუძლო ცდუნებას და გაიმარჯვა ეშმაკზე. იესო უდაბნოში გამოცდილ იქნა სატანას მიერ და გაიმარჯვა ყველა ცდუნებაზე. მეშვიდე იოსები ციხეში. იესო ქრისტეამ ცოდვილ დედამიწაზე ღმერთი ადამიანის სხეულში გამომწყვდეული. მერვე იოსებს როცა სდებენ ბრალს, იგი ჩუმად არის პოტიფარის თავისი ბატონის წინაშე და არ აბრალებს არაფერს მის ცოლს. იგი ამჯობინებს ჩუმად ყოფნას და თავის თავზე იღებს ტყუილ უბრალო ცილის წამებებს, მაგრამ არ აყენებს ტკივილს თავის ბატონს პოტიფარს. ჯვარც მის წინ იესო ხმას არ იღებს. მორჩილად მიჰყვება თავის დამსჯელებს. უხმოდ იღებს თავის ჯვარს. შევიწროვებული იყო და წამებული, მაგრამ არ გაუხსნია თავისი ბაგე. როგორც კრავი და საკლავად რომ მიჰყავთ და როგორც ცხვარი მის მომპარსველთა წინაშე რომ დუმს. ესაია წინასწარმეტყველი 53:7. მეცხრე სასტუსაღოდან იოსები გადადის სასახლეში ფარაონის ტახტის გვერდით. ჯვარის მერე გვირგვინი. იესომ გადაიტანა საოცარი დამცირება, დაცინვა, ტანჯვა, ვიდრე იგი ღმერთმა აღამაღლა და მისცა მას სახელი უდიადესი. მეათე იოსები ციხეში ყოფნისას ეხმარება ხალხს, რათა შეუმსუბუქოს მათ ესეთ რთულ პირობებში ყოფნა. იგი სიყვარულს გამოხატავს ყველას მიმართ. იესო სიყვარულს ამჟღავნებდა ყველა ცოდვილის მიმართ. მან თავისი სიყვარული დაამტკიცა იმით, რომ ცოდვილი ხალხის ადგილი დაიკავა. მე-11 ციხეში ყოფნისას იოსები მთლიანად დანებდა ღმერთს. დაეიყოს ნება შენი, ამბობს იგი. მას ღმერთის იმედი აქვს. იმ ღამეს, როცა იგი დათანხმდა, მთელი ცხოვრება დარჩენილიყო ციხეში, ფარაონს ესიზმრა სიზმრები და იგი იძახებს იოსებს მათ ასახსნელად. იესო ქრისტე იყო მამის მორჩილი და მან შეასრულა მამის ნება. მე-12 იოსები ხსნის სიზმრებს და პასუხობს, ბილადაი, არაფერი ჩემთვის. სიზმრების ახსნა ღმერთის საქმეა. იესომ სხვერპლად შეწირა საკუთარი თავი და დამჯერი იყო ჯვარცმამდე. მე-13 ფარაონმა აამაღლა იოსები. იესო ქრისტე ამაღლდა. მე-14 ფარაონთან მისვლა შეიძლებოდა მხოლოდ იოსების საშუალებით. ფარაონი აგზავნიდა ხალხს და ეუბნებოდა, მიდით იოსებთან. ღმერთთან მისვლა შეგვიძლია მხოლოდ იესო ქრისტეს წყალობით. ღმერთიც ასევე გვაგზავნის შუამავალთან, ჩვენს ხსნელთან იესო ქრისტესთან. მე-15 იოსებს აქვს პური, მან გახსნა სათავსოები და დაიწყო მათთვის პურის გაყიდვა. იესოს აქვს პური სიცოცხლისა. სათავსოები, რომლებიც არასოდეს არ დაცარიელდება. ეს არის ჩვენი ზეციერი იოსების სათავსოები. მას აქვს ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვჭირდება, რაც ჭირდება ჩვენს სხეულს და სულს. მე-16 იოსები გაეხსნა თავის ძმებს და მიუტევა მათ.
მაგრამ მათ არ დაუჯერეს მას. ეს იოსებს სულიერ ტკივილს აყენებდა. რამე თუ მისი ძმები მთელი სიცოცხლე იმყოფებოდნენ თავიანთი დანაშაულის სიმძიმის ქვეშ. იესო ქრისტე ჩვენ გაგვეხსნა. მას სურს ჩვენ გვანახოს თავისუფლება და სიხარული. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც არ იღებს იმას, რომ ქრისტემ მათ მიუტევა და წლების განმავლობაში ატარებენ ამ ტვირთს. ეს ქრისტეს დიდ ტკივილს აყენებს. რამე თუ მან სიცოცხლე გასწირა ყველა ცოდვილისათვის, უკლებლივ. მე-17. შიმშილმა აიძულა იოსების ძმები წასულიყვნენ ეგვიპტეში. ღმერთი რომ არ გვიგზავნიდეს შეჭირვებებს, ჩვენ არ მივაკითხავდით იესოს. მე-18. იოსები აკავებს თავის ძმებს სატუსაღოში 3 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში იოსები არ უშვებს შეცდომას, როცა ასე სასტიკად ექცევა მათ. ასევე ღმერთიც არ უშვებს შეცდომებს, როცა ჩვენ გვახვედრებს შეჭირვებებს, უბედურებებს და ტანჯვებს, რათა ადამიანი მიხვდეს, რომ იგი ცოდვილია. მე-19. იოსებმა აიძულა თავისი ძმები მოენანიებინათ თავიანთი ცოდვები. იესოს მივყავართ ჯერ მონანიებისაკენ და შემდეგ იგი გვეუბნება, რომ ჩვენი ცოდვები ნაპატიებია. მე-20. იოსების თვალები ცრემლებით ივსება, როცა იგი დააკავებს სიმეონს და გაკოჭავს მას. და იოსები მოცილდა მათ და ატირდა და მერე დაბრუნდა მათთან და ელაპარაკა. სიმონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა. დაბადება 42:24. როცა უფალი გვართმევს მიწიერ ბედნიერებას და გვიგზავნის ტკივილებს, მისი თვალები ცრემლებით ივსება და მისი გული სიყვარულით ფეთქავს. მას უნდა მიიქციოს ჩვენი ყურადღება ზეციერ ბედნიერებისაკენ, რომელიც არასოდეს არ დასრულდება. მას სურს აღავსოს ჩვენი სულიწმიდით. 21. იოსებმა მისცა ძმებს პური და საკვები და სანაცვლოდ არ გამოართვა მათ ვერცხლი, საფასური პურისა. იესო ქრისტე გვჩუქნის, გვაძლევს ყოველგვარი საფასურის გარეშე. მადლისთვის საფასური არ არსებობს. რიტუალების შესრულებით ჩვენ ვერ მივიღებთ მადლს. ეს მცდარი შეხედულებაა. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ ის მადლი. ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. იოანეს სახარება 1:12. 22. იოსები ითხოვს ბენიამინს. იესო ქრისტე ითხოვს ადამიანისაგან თავის ბენიამინს, ანუ კერპს, რომელიც იკავებს ღმერთის ადგილს ჩვენს გულებში. 23. მიიღებს რა ბენიამინს, იოსები დაუბრუნებს მათ სიმეონს, პურს და თავადაც გაიხსნება ძმებს. როცა შენ გაწევ შენს გულში კერპს და პირველ ადგილს ღმერთს დაუთმობ, ღმერთი კვლავ დაგიბრუნებს მას, რათა კვლავ გიყვარდეს იგი ახალი სიყვარულით ქრისტეში და ამის შემდეგ იესო გაგეხსნება და დაგიახლოვებს თავისთან. 24. იოსებმა იცნო თავიანთი ძმები, იცის მათი სახელები, წლოვანება, ხასიათი, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი. ღმერთი გვიცნობს ჩვენ, მაგრამ ჩვენ არ ვიცნობთ მას. ვიცი შენი საქმენი და სიყვარული, შენი რწმენა და მსახურება, შენი მოთმინება და რომ შენი უკანასკნელი საქმეები წინანდელზე მეტია. გამოცხადება 2:19. 25. იოსები გაეხსნა ძმებს, ისინი კი შეშინდნენ. მე ვარ იოსები, კიდევ ცოცხალია მამაჩემი? და ვერ შეძლეს მისმა ძმებმა პასუხის გაცემა მისთვის, რადგან შეცვდნენ მის წინაშე. დაბადება 45:3. ჩვენც გვეშინია რამე თუ არ ვიცნობთ იესო ქრისტეს. როგორც ძმებს ეშინოდათ, რომ ეხლა იგი შურს იძიებს ჩვენზეო, ასევე ჰგონია ადამიანებს, რომ იესო წარუდგენს მათ მათივე ცოდვების სიას. ის კი არ იციან, რომ ჩვენ გველოდება სიმშვიდე, სიყვარული, მიტევება და წყალობა, თუ ჩვენ მივედით მასთან. 26. ძმებმა გაყიდეს იოსები ეგვიპტეში, მაგრამ მასთან იყო ღმერთი, რომელსაც წინასწარ განსაზღვრული გეგმები ჰქონდა ამის თაობაზე, რადგან თქვენი სიცოცხლის სახსრად მომავლინა მე ღმერთმა თქვენს წინაშე. დაბადება 45:5. მოვლენების და ადამიანების უკან, თუ ღმერთის ხელს დავინახავთ, სიმშვიდე შემოდის. ღმერთი სარგებლობს ადამიანებით, რომლებიც ხანდახან უსამართლოდ ტკივილს გვაყენებენ, რათა თავისი გეგმები და განზრახვები განახორციელოს ჩვენთან მიმართებაში. 27. თავდაპირველად იოსები თავიანთ ძმებს ელაპარაკებოდა თარჯიმნის საშუალებით. ბოლოს გაუშვებს თარჯიმანს და ისე გაეხსნება მათ.
ვეღარ შეძლო იოსებმა თავის შეკავება თავის მხლებლებთან და დაიძახა, გაიყვანეთ ყველანი ჩემგან და არავინ იდგა მასთან, როცა გაუმჟღავნა იოსებმა თავი ძმებს. დაბადება 45:1 ასეა იესო ქრისტეც, რომელიც პირველად თარჯიმნის საშუალებით გვესაუბრება. ანუ იმ ადამიანს იყენებს ევანგელიზაციისთვის, ვინც ჩვენ იესო ქრისტეს სახელი მოგვაწოდა. მერე გაუშვებს მას და თავად გვეხსნება ჩვენ. 22 იოსებმა იყიდა ფარაონისთვის მთელი ეგვიპტე. იესოც ამიტომ მოვიდა ამ დედამიწაზე, რომ ადამიანთა სულები შეიძინოს მამა ღმერთისთვის. 29 როცა კვდება იაკობი, შეშინებული ძმები იოსებს ეუბნებიან, რომ მამამ სიკვდილის წინ დაიბარა, რომ შეუნდა გვაპატიო ჩვენი ცოდვაო. იოსები ატირდება შეამჩნევს რა მათ უნდობლობას და ურწმუნოებას იმაში, რომ მან დიდი ხანია აპატია მათ ყველაფერი. ადამიანები დიდ ტკივილს აყენებენ იესო ქრისტესაც, როცა არ სჯერათ მისი სიყვარულის და ეჭვი ეპარებათ მის მადლში. 30 პუნქტი არის, მე კიდე რამოდენიმე დავამატე, მაშინაც ჩვენ იმას აქვენით ეს პირველ მემაზე გაცნობაზე გაგაცანით, მაგრამ მაშინ საკითხული ბევრი შეიძლება არ ქონდა, ხო? და უპრიანი არის, რომ აი ასე დროს ჩაგვერთო 45-46 თავის, ასე თუ ისე იოსების ცხოვრება გავლილი არის და აღარჩა 4 თავი, 4 თავი ყველანთ ბოლო თავი კურთხევა არის, დასაფლავებაა ბოლო თავი იაკობის და რაღაც ორ კვირაში ჩვენ პირველ წიგს დავამთავრებთ, ასე თუ ისე კიდე ერთხელ გავიაზრებთ და კიდე ერთხელ გავიმეორეთ ბოლოთა ის გვექნება გამეორებასავით მოვყვები მოკლე შინაარს. თავში რომ კარგად გაუჯდეს ადამიანს ეს და მე უკვე კარგად გებულებთ დანარჩენ წიგნებში. ეს გმირები მე ამათი შთამომავლობაა მე რომ მე და მე ვეცნობით და აქედან გამოდის მე იუდას ტომიდან იესო ქრისტე და მეფეები ლევიტელები აარონი აქ ჩამოთვლილი იყო მერარი თელის უფროსორია ვთქვათ მაგის მამა და ისინი რო შედიან მან და მე რო იბადება მოსე ჩვენ ამას მე გავეცნობით ეხლა თავთან თუ იმეს აქვს კიდე ამასთან სალაპარაკო შეგვიძლია გითხრას და გავაცნოს აბა ამ თავთან დაკავშირებით რამოდენი რამ ამოვკრიფე ეს თავი უკვე იმწყება იმითი, როდესაც იოსები გამოეცხადება თავის ძმებს. მეთიუ ჰენრის უწერია, რომ ეს თავი აქ არ უნდა წდებოდეს, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ გადასვლა წინა თავის, ამიტომ ცოტათი წინა თავსაც მიუბრუნდები. ეს არის, როდესაც იუდა შუამდგომლობს და სთხოვს ევედრება ცაფნად პანიახს, რომ ბენიამინი შეიბრალოს მათი მოხუცია, მამა. წინასაუბრისას ჩვენ ეს აღვნიშნეთ, რომ როგორც ებრაელთა წერილში წერია, იუდა ამ შემთხვევაში არის იესო ქრისტეს წინასახე. იუდა არის ის შტო, საიდანაც ჩვენი უფალი აღმოფრწყინდა. და როდესაც შემდგომ თავებში ჩვენ წავიკითხავთ, იაკობი აკურთხებს თავის ძებს, იუდას ასე მიმართავს და აქ პირდაპირ იესო იგულისხმება. შენ შეგაქებენ შენი ძმები, გეთაყვანებიან შენი მამის ძენი. და რატომ მინდა ეცით ამაზე ყურადღების გამახვილება, რომ ბენიამინი მერე იუდას შტოზე მიწებებული იქნება. როდესაც სამეფო გაიყოფა ორ ნაწილად, სოლომონის გარდაცვალების შემდეგ, სოლომონის ძის მეფობის რეუბენის დროს, ორი შტო დარჩება ერთად. იუდას მიწებებული ბენიამინი, ხოლო სხვა 10 შტო მიატოვებს. აი როგორც ხედავთ, ეს სიყვარული ამ ორ ძმას შორის, იუდასა და ბენიამინს შორის მათ შთამომავლობასაც გადავიდა. როგორც მე ისტორიიდან ვიცით, ეს 10 შტო ღვთისთაყვანისმცემლობას მიატოვებს, გახდებიან კეთილთაყვანისმცემლები და გადასახლებულები იქნებიან ასურეთის მიერ ჩვენ წელთაღრიცხვიდან 722 წელს, ხოლო ბენიამინ და იუდა მაინც ერთად დარჩება, უფრო დიდხანს იქნებიან 586 წელს ბაბილონში გადასახლებამდე. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ კი მოშორდებიან ეს 10 შტონი თავიანთ ძმას იუდას და მასთან ჩახუტებულ ბენიამინს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე იმ თავებში მეფეთა თავებში წავიკითხავთ, რომ თითოეულა ხალხი მაინც სხვა შტოებიდან ბენიამინთან და იუდასთან ჩავლენ და იქ იქნებიან. ეს ცოტა გადახვევა თუ როგორი მაინც მჭიდრო ურთიერთობა იყო იუდასა და ბენიამილებს შორის. ხა მივაქციოთ ყურადღება ამ თავის დასაწყისში. იოსები გასცემს ბრძანებას, რომ ყველა ეგვიპტელი მსახური გავიდეს იმ დარბაზიდან. და ამჯერად ცაფნად პანიახი, რომელიც თავის თავს უცხოდებს და ეუბნება თავის ძმას თუ სინამდვილეში ის ვინ არის, თავიანთ ძმებს ეუბნება თავის ვინაობას. და ამ დროს იოსები შეიმოსება სიყვარულით და როდესაც სიყვარულით ახარ ასეთ ინტიმურ, ძმურ ურთიერთობაში შენს ახლობლებთან, მათ დროს იოსებს განძარცული აქვს მოხსნილი და გახდილი ესე სახელმწიფო მმართველის მანტია. ეს უკვე ოფიციალური პირი კი აღარ არის, არამედ არის მოსიყვარულე ძმა. და აქ
აქვს შედარება მოყვანილი მეთიუ ჰენრის, რომ იესო ქრისტეც ასე არისო. როდესაც იესო ქრისტე თავისი უხმადლიანობით თავის ხალხს ქრისტიანებს სიყვარულით ეპყრობა და მათთან ურთიერთობს თავის თავს უმჟღავნებს, ეს ქრისტიანული ურთიერთობა იესოსთან ხდება მიწიერ ურწმუნო წუთისოფლის სულიერად დაბრუნებულ თვალს მიღმა. იმიტომ რომ ეს წუთისოფლის ხალხი ათეისტურ სიბრმავეში კი არამედ სულიერ სიყრუეში არიან და ისინი ამ ურთიერთობას ვერ ხედავენ. ესე იგი ეს წინასახე რომ თვითონ იუდა ესე ინტიმურად და ძმურად ეცხადება თავის მებს და უცხო ეგვიპტელები კერთაყვანისმცემლების შორს არიან. ხა როგორ მიმართავს თავის მებს იუდა უკვე იოსები თავის მებს. თავიანთ ენაზე ეუბნება: მე ვარ იოსები, თქვენი ძმა ეგვიპტეში რომ გაყიდეთ. აი ნახეთ ეს ფრაზა. ჯერო ეუბნება რომ იოსები არის, ეს უკვე მათთვის გამოუგნებელი და შოკის მომგვრელი იქნებოდა. და თითქოს ბევრი იოსები არსებობდეს, მაშინვე დაუზუსტებს. სხვა იოსებში არ აგერიოთ, მე ვარ თქვენი ძმაო. და იმასაც დააყოლებს რომ მე ის ძმა ვარ, ვინ თქვენ ეგვიპტეში გაყიდეთ. და ამის პარალელები არის მოცემული, როდესაც პავლეს გამოეცხადება იესო ქრისტე და ეუბნება: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. აი ესე ეცხადება იესო თავის ხალხს, მოაბრუნებს და ეუბნება: მე ვარ ეს იესო. გახსოვს შე როგორ მომეპყარი? გამყიდეთ ეგვიპტეში. სდევნი და იქ პავლე. მაგრამ მე ვარ ის, ვინც თქვენ როგორც თქვენ სუფლად უნდა მიგიღოთო და მოწაფეებს კი ასე ეუბნება. ეს მათეს და მარკოს აღარებაში იოანესთან ესეც არის აღელვების ზღვის ხელვის დროს. გამხნევით, მე ვარ იესო. ნუ გეშინიათ, ეს ამის პარალელებია თუ როგორ ეცხადება თავის ძმებს იოსები. როდესაც თავის თავს გაუმჟღავნებს, მაშინვე ასეთ რაღაცას დაურთავს იოსები და ეტყვის ძმებს: ახლა ნუ სწუხართ და ნუ ღარ ჯავრობთ რომ აქ გამყიდეთ. და აქ ბატონო თეოფილე მისაუბრა ამ პროვიდენციაზე. ხაზია გასმული ამ ფრაზაზე ახლა ნუ სწუხართო. იგი როდესაც ადამიანი უკვე მონანიებულია და ღმერთთან ესე გულწრფელად აღიარებს თავის ცოდვას, მას უკვე აღარ სჭირდება რომ იდარდოს თავის ცოდვებზე, მაგრამ მანამდე სანამ ეს მოხდებოდეს, ჩვენ ცოდვებზე მართლაც უნდა ვიჯავროთ და უნდა მოვინანიოთ, შეწუხებულები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მეორე კორინთელსაში 7:1000-ში წერია, რომ ღვთისგურისთვის დამწუხრება წარმოშობს სინანულს სახსნელად და არ გახდება ეს სანანებელი. და როდესაც უკვე იესოსთან მიყვალ, მე უკვე შეუძლია იესოს გითხრას, რომ ნუ სწუხარ და ნუ აღარ ჯავრობ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე სასიკეთოდ შემოვაბრუნეო. და ღმერთს ეს ძალიან ხშირად გაუკეთებია, როდესაც რაღაცა ბოროტება, ცუდი რამ ხდება, ის კი ამას სასიკეთოდ დააგვირგვინებდა. თითქოს ხდება ცუდიდან კარგის გამოყვანა. და მეთიუ ჰენრის მოყვანილი აქვს ამისი მაგალითი, რომელსაც ადრე არ მიმიქცევია მე ყურადღება, ეს არის სამსონის გამოცანა, რომ ჭამელისაგან, ესე იგი მტაცებელი მბრწყნარი ლომისაგან გამოვიდა საჭმელი, თაფლი. ესე იგი მსაჯულთა წიგნში არის 14:14. ესე იგი როგორ გამოყავს ღმერთს ძვინვარ და მბრწყნარი ცუდი რაღაცისგან კარგი, რომ ჭამელისაგან გამოვიდა საჭმელი. ეს რაღაცას მივაქციეთ ყურადღება, არ დაგვიუწყეს, რომ ისრაელი არის რჩეული ხალხი. იოსების ფარაონის კარზე დაწინაურება ღმერთისთვის მთელი ეგვიპტის ნაციის შიმშილისაგან გადასარჩენად კი არ მოხდა. ესე იგი ღმერთს ეგვიპტე კი არ აინტერესებდა იმდენად, არამედ ის ერთი მუჯა იაკობის ოჯახი უნდა გადარჩენილიყო და მათ გამოსაკვებად რამდენი ხნით ადრე ყველაფერი ეს მოვლენები დაალაგა, გამოიყენა ძმების ბოროტი გული, მათი ბოღმა, მათი შური და ამ ბოროტებიდან ღმერთს კარგი გამოყავს. ესე იგი ეს არის ჩვენთვის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რას აკეთებს ღმერთის პროვიდენცია. ამ სიტყვის შესატყვისი ქართული თარგმანი მე ვერ ვიპოვე და ამიტომ ისევ ესე დავტოვოთ. ესე იგი პროვიდენცია ღვთისა შორს იყურება და მისი მზერა დროში უკიდეგანო სივრცეებს წვდება და ისეთ რაღაცას განჭურეს წინასწარ, რასაც ადამიანი ამას ვერანაირად ვერ გათვლის და ვერ წარმოიდგენს. ამასთან დაკავშირებით მეთიუ ჰენრის მოყავს ეზეკიელიდან პირველი თავიდან ეს ადგილი, როდესაც ეზეკიელი იხილავს გრიგალს, დიდ ღრუბელს, აელვარებულს ცეცხლით, კაშკაში და ეს პროვიდენცია ამ პირველ თავში ეზეკიელთან დახატული არის როგორც ბორბალი ჩადებული ბორბალში და ამ ბორბლებს, რომლებიც აქეთ იქ დადიან, ამ ბორბალს მიმართულება აქვს ზუსტად იქიდან, სადაც ღვთის სურს რომ ის იქ წარმართოს. ესე იგი ეს ჩვენ სიმშვიდეს გვაძლევს, რომ სოფლიოში რაც არ უნდა რამე არ ხდებოდეს, ღმერთი ამას ყველაფერს უყურებს თავის თვალით, აკონტროლებს და სულიწმინდაც ღვთის სულს, საიდაც უნდა ყველაფერს იქით წარმართავს. წავიკითხავ ამ ადგილს ეზეკიელიდან. აჰა, თითო ბორბალი იყო მიწაზე ცხოველებთან. მათი შესახედაობა და მათი ნაკეთობა ისეთი იყო, როგორც ბორბალში ჩადებული ბორბლისა. თავიანთი 4 მხრის მიმართულებით თავიანთი სულით მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სვლისას. მათი ბორბლების ფოსოები მაღალი იყო და საშინელი და მათი ბორბლის ფოსოები სავსე იყო თვალებით, 4-ვეს გარშემო. სადაც გაიწევდა სულით წასასვლელად, იქით მიდიოდნენ, რადგან ცოცხალი სული იყო ამ ბორბლებში.
და ეს ადგილი მოყვანილი აქვს მეხთი გენრის ამ ღვთის პროვიდენციასთან დაკავშირების იგი. პროვიდენცია, რომელიც ძალიან შორს იყურება და მოვლენებს ისე ალაგებს, როგორც ღმერთს თავად სურს. ესეთი პარალელი ეკლესიასთან. ყოველი რამ მშვენივრად შექმნა ღმერთმა თავის ჟამს. თვით მარადიულობა ჩადო ადამიანთა გულებში, მაგრამ საქმეს, რასაც ღმერთი მოქმედებს, თავიდან ბოლომდე ვერ ხვდება ადამიანი. ეს არის ეკლესიასთან 3:11, რომ ყველაფერს ღმერთი თავისი განჭრიახობით, თავისი პროვიდენციით რა კარგად აკეთებს, მაგრამ ადამიანს ამას ვერც უფიქრდება და ვერ გებულობს. 45 თავის ბოლოს ვკითხულობთ, რომ გზაში დაავალებს იოსები თავის ძმებს, რომ არ იკამათონ, არ იჩხუბონ. პირდაპირ თარგმანში ეს წერია, რომ გზიდან ნუ გადასცდებითო. ზოგიერთ თარგმანში ვკითხულობთ, რომ ნუ იდავებთ გზაშიო. და რატომ მეუბნება ამას ახლა იოსები თავის ძმებს? იგი უშვებს თავის ძმებს მამასთან, მამას ჩაუტანონ ეს სასიხარულო ამბავი და უთხრან, რომ იგი ჩამოვიდეს ეგვიპტეში. იცის ფსიქოლოგიით კარგი ცოდნე, რომ არის იოსები, იცის, რომ ძმები ალბათ გზაში დაიწყებდნენ იმ ამბების გახსენებას, თუ რა გაუკეთეს იოსებს და ცოდულ ადამიანს ეს ახასიათებს, რომ პირველი მის გონებაში მოდის, რომ თავი გაიმართლოს. ალბათ ერთმანეთს წამოეძახებდნენ ძმები, პირველი შენიყავი, რომელმაც სიზმრებზე დასცინეო. მეორე ეტყო და არა, შენიყავი, ვინც მას შემოახიე თავისი ჭრელი კვართიო. სხვა იტყო და არა, შენ დასცინოდი მას აბუჩად იგდები და ერთმანეთს დააბრალებდნენ, გაიხსენებდნენ და ერთმანეთის ის იქნებოდა თითზე მიშვერა და გადაბრალება. ამის მაგიერ იოსები ეუბნება, რომ ისინი გზიდან არ გადაცდნენ და არამედ სხვა რამე მართებს ქრისტიანს. იგი პირველ რიგში რა უნდა გააკეთონ? როდესაც ქანანის გზაზე მიდიხარ, ის უნდა გახსოვდეს, რომ ესენი იყვნენ ერთი მამის შვილები. იოსები აგზავნის მათ სიყვარულით, უშვებს უკვე ჩახუტებულებს, თავის თავგანცხადებულებს, სითბო გაზიარებს, დასაჩუქრებულებს და ბენიამის 5 მაგათ უფრო ასაჩუქრებს და კიდე 300 ვერცხლს აძლევს. და ეუბნება, რომ არ დაგავიწყდეთ. იგი ეს უკვე არ ჩანს ყველა ის დეტალები, მაგრამ როცა აფრთხილებს, რომ გზაში არის დავოთო, ალბათ ის იგულისხმება, როცა ეუბნება და ახსენებს, რომ თქვენ ყველანი ჩემი ძმები ხართ, ერთი მამის შვილები ვართ. იესო ქრისტეც მაგას არ გვეუბნება ჩვენ, რომ იმითი დაადასტურებს, რომ თქვენ ქრისტიანები ხართ, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათო. ისე სხვას ამ ქვეყანიერებას ჩვენ ვერ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ნამდვილი ქრისტიანები ვართ, რიტუალების შესრულებით ამას ვერ დავადასტურებთ. თუ ნამდვილი სიყვარული არ დაინახეს ჩვენში და არ დაგვაუწყეს, რომ ჩვენ დავდივართ ეგვიპტის შუაში გამოვალ გზაზე, რომელიც ქანანისკენ მიემართება და ამ გზაზე ბევრი ჩასაბრებული თვალია, რომელიც გვიყურებს. ეხლა ეს ძმები ეგვიპტელი ხალხისთვის იქნებოდნენ იოსების ნათესავები, ხომ? ცაფნაფ პანიახის ოჯახი იყო და როგორ მოიქცეოდნენ ესენი, იჩხუბებდნენ თუ არა, სიყვარული ექნებოდათ ერთმანეთის მიმართ თუ არა. ეგვიპტელები ამას აიტაცებდნენ და ეს იოსების სახეც იქნებოდა. იგი მათ უნდა თავიანთი დანაშაულებები გაეხსენებინათ ყველას ინდივიდუალურად და რა ერთმანეთის წახსენება და წაბაძვა არ უნდა ყოფილიყო. დავის ვნახსოვმებოდეთ, რომ ყველას მათ ინდივიდუალურად იოსებმა აპატია ის როგორც ღმერთი ჩვენ გვპატიობს, ჩვენ ცოდვებს და გვეუბნება, რომ ერთმანის მიმართ მიმტევებლები უნდა ვიყოთ და გავიხსენოთ ის იგავი, ცოტა ბევრი აპატია ერთ მონას. და ის კიდე 100 დინარისთვის ყელში წუდა მეორეს. იგი ქრისტიანობა ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ. 46 თავში ჩვენ გვკითხულობთ, რომ ლოცულობს იაკობი, აქ ბევრი თქვა იმაზე, რომ იგი ღმერთს ეკითხება, მას რაღაცა შიშიც აქვს. წარმოიდგინეთ 130 წლის მოხუცი კაცია და ამხელა გზას უნდა დაადგეს. შეიძლება მამას თავში იაკობს ისიც აქვს, რომ ეხლა როგორ იქნებიან ჩემი ძეები ეგვიპტეში, ეგვიპტე ცნობილი იყო როგორც კერპთაყვანისმლობის ცენტრი. იქნება და გადაცდებოდნენ ისინი გზიდან. აქ ნათქვამი იყო, რომ გაახსენდებოდა იაკობს, თუ როგორ გააფრთხილა ღმერთმა მისი მამა, მისი ბაბუა ეგვიპტეში არ წასულიყვნენ და ახლა ღმერთი ეუბნება, შვილი მოუხმობს იქ და ღმერთი გამოეცხადება მას. უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოეცხადა ღმერთი მას ღამის ჩვენებაში, იმის შემდეგ, რაც მან მსხვერპლი მიიტანა. როდესაც ღმერთი დაელაპარაკება იაკობს, მიაქცია ყურადღება, რომ მას მიმართავს და იყენებს არა მის სახელს ისრაელს, არამედ ეუბნება იაკობ და ამითი ახსენებს იაკობს, რომ იგი არის მაინც თავისი ადამიანური უსუსურობის გამო, სისუსის გამო ისეთ მდაბა მდგომარეობაში, რომ შენ ჯერ კიდევ იაკობი ხარ. მე ის მომწონს ამ მოხუც პატრიარქში, რომ არ დაუწყებს ღმერთ წუწუნს, თორე თანამედროვე ადამიანს პირველ თავში ეს ეუბნებოდა, აქამდე ვერ მითხარიო?
ხომართლაც დიდხანს არ ეცხადებოდა ღმერთი და არ ჩათვალა ღმერთმა საჭიროდ, რომ იაკობისთვის გაემხილა მისი შვილი იოსები, ვისაც ამდენი წელი გლოვობდა, ის ცოცხალი იყო. არ წაუწუწუნია იაკობს და არ უთქვამს, არც შვილისთვის უსაყვედურია, რომ ერთი სიტყვა ვერ გამომიგზავნე, შენი მოსამსახურე ვერ გამოუშვი და ვერ გამაგებინე, რომ ცოცხალი ყავი, ამდენს რომ ანერვიულებდიო. აი ესეთი ფრაზები, ესეთი აზროვნება უფრო თანამედროვე ათეის ადამიანს ახასიათებს, მაგრამ იაკობი მთელი გულით მადლიერია ღმერთის, რომ შვილი ცოცხალი დაუბრუნა და ისევ ღმერთს ეკითხება დაარღვიოს ის, რაც მის მამას და ბაბუას ეთქვა და ჩავიდეს ეგვიპტეში და ღმერთიც მას ეუბნება, ნუ გეშინია, მე შენთან ვიქნები, შემართალია იაკობი ხარ, მაგრამ ისრაელს დიდ ხალხს გაგხდით, ეგვიპტეში გაგამრავლებთ და აბრაამისთვის დანაპირებულ იმას კიდევ გაახსენებს და თითქოს კიდევ ხელშეკრულებას დაუდევს და განაახლებს აღთქმას მასთან. სანამ პეტერა იოსები მამასთან იზრდებოდა, ალბათ როგორ უყვარდა ამასთან თამაში მამას იაკობს და როგორ ნატრობდა ალბათ გულში, რომ აი მე რომ მოვხუცდები, ეს ჩემი მოხუცებულობის ნუგეში იქნებოდაო. და როდესაც მე გლოვობდა მამას შვილს, რომ ეგონა მას რომ ხეცემმა დაგლიჯეს, ალბათ რამდენჯერ გაიხსენებდა და ესე იგლოვებდა თავის შვილს, რომ შენი სიყავი, ვისაც ჩემთვის თვალები უნდა დაგეხუჭაო. და რასაც ღმერთი ალბათ გაიგებდა ამ ლოცვას, ამ თხოვნას, ამ ის გულის სურვილს და ეხლა აი ამ დროს ამ წუთებში ახსენებს და ეუბნება, ნუ გეშინია, იოსები დაგიხუჭავს თვალებს თავისი ხელითო. აი ეგეთი საოცარია ღმერთი, რომ ყველაფერს ისმენს, ადრე გულში რა გაგივლია, რა გაგიფიქრებია, ისიც დაიმახსოვრა ღმერთმა. იქნებოდა ესეთი მომენტი, რომ იაკობი ამას იტყოდა, შენ ახარ ის ჩემი ძე, რომელმაც თვალი უნდა დამიხუჭოსო და აი ახლა ამ დროს ანუ გეშებს ეუბნება, ნუ გეშინია, სწორედ ეგრე იქნება. ის არის შენი ვაჟი, ვინ შენ გარდაცვალების წინ თვალებს დაგიხუჭავსო. ჩვენ ახლა არ შეგვიძლია რომ რაღაცა დავიკვეხნოთ და დავიტრაბახოთ, რომ წავალ ახლა ღმერთს მსხვერპლ შევწირავ, ის მე გამომეცხადება ყველაფერს მარტივად ამიხსნისო, ესე არ არის. მაგრამ ჩვენ სამაგიეროდ ისა გვაქვს, რაც იაკობს არ ქონდა. ჩვენ გვაქვს ღვთის სიტყვა. და როდესაც ქრისტიანი ლოცულობს, ღმერთს რაღაცას ევედრება, ეხვეწება, კითხვას უსმებს და არ იცის როგორი გადაწყვეტილება მიიღოს, ღმერთი ჩვენ გვპასუხობს. ოღონ ამ პასუხისთვის ჩვენ გვმართებს, რომ კარგად მოვუსმინოთ მას და არსებობს სამი გზა, რითიც იგი ჩვენთან კომუნიკაციას ამყარებს. პირველი ეს მესიგენურს აქ ჩამოთვლილი, ეს არის ღვთის სიტყვა. რომ შენ თუ რამე გიტრიალებს გონებაში და გინდა რომ სწორი ნაბიჯი გადადგა, დაეწაფე ახალ აღთქმას, ძველ აღთქმაში წაიკითხე, მონახე მსგავსი სიტუაციები და იქიდან მიხვდები ღვთის სიტყვა გაგაგებინებს, თუ როგორ უნდა მოიქცე. მეორე კომუნიკაციის არხი, ეს არის სინდისი. ღმერთი მაინც სინდისით გაწვდის, თუ რაღაცა ხინჯაკად გულში ხვდები, შენი სინდისი გამხელს, რომ აი კი მომენტში რაღაცა ვერ გავაკეთე კარგად, არ მოვიქეცი სწორად ადრე და გაძლევს საშუალებას, რომ ამ სინდისის სამხილით უკვე ღვთის სიტყვას რომ გაცნობილი ხარ და ეს შენთვის ნაცნობია, გასაგებია, იქიდან გებულობ, სინდისი გეუბნება, როგორი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მესამე კომუნიკაცია, ეს არის პროვიდენციული მოვლენების დალაგება. რომ ის მერე ისე აკეთებს, ისე წარმართავს შენი ცხოვრების გზას, რომ არ იცი რა გადაწყვეტილება მიიღო და უცებ ხედავ, რომ ღმერთმა მიიღო თავად გადაწყვეტილება და ის აკეთებს ამას და არ უნდა დავამსგავსოთ ისეთ ადამიანს, მოუყოლე ეს ამბავი თეოფილეს, რომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მერე მიდის ღმერთთან ლოცულობს. არა, ქრისტიანს ახასიათებს, რომ უნდა მიიტანოს თავისი საზრუნავი ღმერთთან იქ ილაპარაკოს, ისაუბროს და თუ გულდასმით მოусმენს ქრისტიანი და მოთმინებით აღიჭურება და ელოდება, ღმერთი აუცილებლად გასცემს მას პასუხს. და ბოლოს რაც მინდა გითხრათ, ეს ჩემთვის იყო ძალიან რო შეგეხება, ესეთი თბილი ადგილი, რაც ეხლა ამოვქექე და ვნახე და ამას გაგიზიარებთ. პირველად ძმები რომ ჩავლენ მამასთან და ეტყვიან, რომ იოსები ცოცხალიაო, წარმოიდგინეთ მამის მდგომარეობა, ამდენი წელი გლოვობდა, ხო? მარტო იოსების ხსენებაც მისი სახელის მოხუც მამას ალბათ ძველ ჭრილობებს გაუხსნიდა და ტკივილს ისევ გაახსენებდა. და ალბათ პირველი რაც ადამიანს მოუვა, ეხლა დამცინით, რატომ მეუბნებთ ესეთ რაღაცას, როგორ დაგიჯეროთ. მაგრამ მერე ესეთი ადგილი არის. 27-ე მოხლი 55 თავში და დაინახა იაკობმა ეტლები, რომლებიც მისმა ძემ გამოგზავნა მამის წასაყვანად და გაცოცხლდა სული იაკობისა და თქვა მამამ, წავალ და ვნახავ მას, სანამ არ მომკვდარ ვარ. და ეტლებს ესეთი რაღაცა უწერია მესიგენრის, რომ როგორც იაკობმა დაინახა ეს ეტლები და გაცოცხლდა მისი სული, სიკვდილი მორწმუნისათვის, ის თუ ის მართლა ჭეშმარიტად ქრისტიანია, ეს არის როგორც ეტლი გამოგზავნილი ძის მიერ, რათა გაგვაქანოს და ჩვენ სუფალთან მალე აღმოჩნდეთ. ეტლი არის გამოგზავნილი, რომ ახლა დრო არის, რომ ჩაჯდი ამაში და წახვიდე იქ, სადაც შენ ის ძეგელოდება. ეტლის მოახლოება ჩვენთვის უნდა იყოს რაღაცა ნიშანი იმისა, რომ ახლა ბილეთი გაგაღებული ერთი გზით და უკვე 60-ში მიდიხარ. ეს კი რაღაცა წმენის მომგვრელი უნდა იყოს. ასეთი რამით მე არასდროს არ დავფიქრობდი და სიკვდილზე არ მიფიქრია და რომ აი ეს ეტლის სიმბოლო, როცა გიგზავნის შენთვის უნდა იყოს სულის გამაცოცხლებელი, როგორც იაკობს გაუხარდა, რომ всё, მორჩა.
ეხლა კი ვიხილავ იმას, ვისაც ამდენ ხანს მინდოდა ვისი ნახვაც მინდოდაო. ამიტომაც არის მე ეტლის სიმბოლო. წინასწარმეტყველებში წავიკითხავთ, რომ აიტაცებს ელიას ცეცხლოვანი ეტლები და წაიყვანს. მართლაც ჩვენ უკვე სიკვდილის ან ჩვენთვის შეხედულება სიკვდილზე სუსხანაერი უნდა იყოს. ეს ღმერთმა იცის, როდის წაგვიყვანს. ბევრჯერ ახსენებს წინა თავებში იაკობის სიკვდილს, როცა შვილი გარდაეცვალა, როცა ფარაონთან წარდგება, მაგრამ ღმერთმა იცის, რომ მან კიდე 17 წელი უნდა იცხოვროს ეგვიპტის დედამიწაზე, ეგვიპტეში ამ დეცოდულ დედამიწაზე და მერე გაიხმობდა. მაგრამ როდის მოხდება, ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს და ეტლის მიახლოება თუ ამის ნიშნები ამას უნდა გულით უხაროდეს, იმიტომ რომ როგორც პავლე იძახდა, ჩემთვის სიკვდილი შენაძენი არისო. გარდაიცვლები თუ არა მე ხსეულად უკვე უფალთან ახარ, ღმერთთან ახარ. გაიხსენეთ ჯვარცმული ავაზაკი იესო რომ მიიღო უთხრა ამ ღამესვე ჩემთან იქნების ამ ოთხეშიო. ძალიან კარგი, აქ რაზეა ლაპარაკი, აი განსხვავებით ისეთი ლიტერატურული გმირებისაგან, როგორც არ ვთქვათ ოთარ ანთქვრივის გიორგი, თქვენთვის ცნობილი იმებს დავასახელებ, რაც სკოლაში ისწავლეთ, ვთქვათ ავთანდილეს, ტარიელეს, აი რაც თქვენ იცით და აღარ გადავწყვეტები საზოგადოებრივ ლიტერატურას. აი განსხვავებით, აი მან ხომ არ არის ესეთი რამე, ისტორია არის, ხო, იქაც გიორგის ისტორია არის ერთგან, მეორეგან ვთქვათ, აი კაკო ყაჩაღი, კაკოს ისტორია არის იქ, ხომ? შემდეგ ტარიელის ისტორია, ავთანდილის ისტორია არის მოთხრობილი. მან უბრალოდ არ არის პერსონაჟები ღმერთთან დაკავშირებული. იოსებიც ეს ღმერთს თუ მოაშორებ ამდენად თუ ამოვიღებთ ამ ტერმინს, რომ გადავწეროთ ახლა ეს წიგნი, ამოვიღოთ სიტყვა ღმერთები. ეს იქნება ერთი ადამიანის ისტორია, ტრაგიკული და ძალიან მოთხრობა. რით არის ეგ საინტერესო ცოტა ესეთი არასწორი ფორმულირება, ამას არ მიესადაგება ახლა რასაც მე ვლაპარაკობ. მიმზიდველი, ცხოველმყოფელი რით არის ეს წიგნი სხვა წიგნთან შედარებით. აქ არის ესე იგი მთავარი მოქმედი გმირი ღმერთი. და მასთან დაკავშირებული ადამიანის ისტორიაა გადმოცემული. მასთან დაკავშირებული. მასთან ვინც არ არის დაკავშირებული, ისეც ხო ბიბლიაში არის მოწოდებული. ახლა ლიტერატურული გმირები, როცა ჩვენ ვეცნობთ, თქვა გიორგის ისტორიას, ან მოდი მთავარი გმირი აიღოთ ოთარაშვილის. ოთარანთ შემოკლებული არის, ოთარანთქვრივი არის გვარად ოთარაშვილი. ოთარაშვილის ქვრივი ქალი, ჩვენ არ ვიცით რა გვარი იყო ქრის გვარზე იყო ეს და არც ახელი ვიცით, ხო ისე არ არის ცნობილი, უფრო ოთარანთქვრივად არის წოდებული ეს ქალი. ეს მთავარი გმირი არის ეს. ეს ღმერთთან დაკავშირებული არ არის. ეს არის ამის ისტორია. მისი ოჯახის, როგორ მოუკვდა ქმარი, მერე ჭაპანს როგორ ეწევა ცხოვრებაში, როგორ არის რაღაცა ესეთი ურთიერთობა შვილთან, მერე შვილი მიდის მოჯამაგირეთ. ნახეთ, მხოლოდ აქ არ ფიგურირებს ღმერთი. ხო, ეს უფრო მეტად ცნობილი საზოგადოებისათვის და სკოლაში პროგრამაში შეტანილი, ვიდრე დაუშვათ იოსების ისტორია. ამ დროს აი იოსების ისტორიას გადახედეთ, ძალიან პროზაული არის. თუ ამას გამოვაკლებთ, როგორც აღნიშნე ღმერთს, სადაც არის ღმერთი, ამოვიღოთ ისა, გადმოვწეროთ ეგა და ჩვეულებრივი მოთხრობა გამოვა ეს. ეს არის 17 წლის ბიჭის ისტორია, ოჯახში აზრდილი, ოჯახური კონფლიქტები, შური, გაუტანობა, ჭხუბები, რომ გავაფართოოთ ეგ და მერე აი შურის ნიადაგზე, ბოღმის ნიადაგზე ძმას ასე ექცევა ძმები და გაყიდიან მას. ამ მხრივ ეს ახლა ლიტერატურულ იმაში არ ეწერება, ხვდებით? რატომ არის ეს უფრო ღვთაებრივი წიგნი, იცით? ჯერ ერთი ეს ხომ ისტორია არ არის, ოთარანთქვრივის ისტორია არის და მისი ოჯახის. მაგრამ აქ ჩვენ ვეცნობთ არა ის იოსების ისტორიას. ეს ფონი არის. აქ ვეცნობთ ჩვენ ღმერთის დამოკიდებულებას ამ ოჯახთან, იაკობთან, აღთქმა დადებული 64-ის ბაღში, როგორ განხორციელდება ეს და სად შესრულდება. და ჩვენ ერთი სული გვაქვს ის აღთქმა შესრულდება თუ არა რომელიც დაიდო ერთხელ ორჯერ სამჯერ და უკვე კერძოდ ყველაზე მაგარი ის რომ იცით რა არის გამომსყიდველი მოვა ადამს რო უთხრა მანამდე ვადაკაცობრებამ უნდა გაიაროს საშინელი ტანჯვა წამება და მოხსენება ცხოვრება როგორი არის ეკალ ბარდებით არის მოფენილი აი ზუსტად იოსებიც გაიყიდა მონად მუშაობდა ის ახლა კი არ უტყავდნენ მათრახს კი არ ურახუნებდნენ ასრულებდა სამსახურს რა და თანდათან დაწინაურდა იგა და უკვე ჩაულებრივი რიგითი მონიდან უკვე გვევლინება ეს ფაქტიურად პირველ კაცად თუ არა ამგებელია რა მოკლედ რა მთელი ეგვიპტის ეს აკეთებს ყველაფერს და ამის რჩევა დარიგება საყოვლილი ფარაონი პირდაპირ კეთილდღეობაში ეგვიპტე ნახეთ საიდან სად გაია ამ კაცმა და საინტერესო ბიოგრაფიის ახალგაზრდა არის ეს ამიტომ როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ბიბლიაში რომელიმე პატრიარქების ისტორიას პატრიარქზე კი არ უნდა ვილოცოთ და პატრიარქი კი არ უნდა შემოვიდეს ჩვენ ცნობიერებაში როგორც მაგარი ტიპი. მასთან ურთიერთობაში ღმერთი რას აღწევს და როგორი მიმართება აქვს ღმერთთან ამა თუ იმ პატრიარქს. და სწორედ აი ესეთი იმას ვეცნობთ, როგორი ურთიერთობა გააბრაამს, იაკობს, ისააკს და იოსებს.
ხო ჩვენ ამ 4 პატრიარქიდან უფრო ვაღველვებს ხანდახან ა ブラ ამის რწმენის კაცად წოდებული რა გააკეთა ისეთი რამე ჯერ იოსებს არ გაუკეთებია რაც ა ブラ გააკეთა ერთადერთი შვილს წამოავლო ხელი და სამსხვერპლოზე მიყავს ეს ყველაზე მძიმე რამე არის იოსები გაყიდულია მონად ესეც ჩვენ ხედავთ რომ არ ურტყავენ არცემენ არაწამებენ ციხეშიდაც არასად არ ურტყავენ ამას და ეს ნაგვემნაცემი არ არის ეს კაცი უბრალოდ არ არის ოჯახს მოშორებულია თორე ისე ძალიან კეთილ დღეობაში არის და რა ვიცი არაფერი არ აკლია მოკლედ ამას რა და თან შეყვარებული კაციც არის ეს უყვარს ქალებს როგორც ეთყობა ამაზე წარმოსადეგი კაცი უნდა იყოს ახლა მაგის არ გამოიკიდებოდა ხომ გარეგნობაც ხელს უწყობს ჭკუაგონება განათლება ეთყობა მოსდგამს სიტყვა პასუხი ზნეობა ყველაფერი ამით ეს წარმატებული არის და თვით ციხეშიც კი დაბლა რო დაეცა იქაც სტატუსი აქვს იქ არ არის რიგითი ადამიანი ციხეში პატიმრები არ უტყავენ არცემენ სადაც შევიდა ის წარმატებული პიროვნებად გვესახება რამ განაპირობა ამის წარმატება აი ბიბლია ამით განსხვავდება ლიტერატურული ნაწარმოებისაგან რომ აქ ღმერთზე არის აქცენტი და რატომ არის ეს რწმენის წიგნი ნუ ილია ჭავჭავაძის ახლა უთანამთქმელი რწმენის წიგნი არ არის ეს არის ინფორმაცია ლიტერატურა მხატვრული ყოფითი ცხოვრება სოციალური ტილო რომელიც აი მოთავსებულია რაღაც ფონზე რუსეთის იმპერიის ფონზე ქართული ოჯახი როგორ იტანჯება გმინავს და თავადები გლეხები კარგად არის იდეალურად არის დახატული თავადები რეგვენები უსაქმურები და გასაგებია მწერალი საიტკენ მიგვითითებს რომ აი ეს ფონი თუ ამოვაცილეთ გიორგის ოჯახი ბედნიერი იქნება გიორგის ოჯახი იმიტომ არის ტრაგიკული და უთარანთქმევის ტრაგედია იმაში მდგომარეობს რომ იგი ეწირება თავადების ხუშტურს თავადები რო არ იყოს ბედნიერი აი აქ ჩერდება ილია ჭავჭავაძე ეს არის პატარა ადამიანი ეს არ არის რწმენის წიგნი ეს არ არის წიგნი ღმერთიდან ეს არის ადამიანის ნაფიქრი ცოდვად დაცემულ სამყაროზე ცოდვად დაცემულ სამყაროში მოქმედებს ოთარაანთქმევი თავის ოჯახი და ეს არის ტრაგედია ერთი ქვრივი ქალისა სოციალურად გაუბედურებული ქმარი აღარ აყავს მარტო ეწევა ჭაპანს კაციც ეს არის ქალიც ეს არის და ერთადერთი შვილი ახარებს ამას ოთარაანთქმევის ღმერთი ეს გიორგი არის მზედამთვარე მასზე ამოზდის ამას გამიგე და აი ეს სოციალური ტილოა და ამავე დროს თუ სიმბოლოებით დავატვირთავთ უფრო მაღალ რანგში ავწევთ ამ ნაწარმოებს ბიბლიას არ ჭირდება სიმბოლოები და მაღალ რანგში აწევა ჩვენ ბიბლიას არ ვიხილავთ რომ სიმბოლოები ეს არის უფრო დაშიფრული ესე იგი თუ სახელებს გავშიფრებთ ეტიმოლოგიურად სულ ყველაფერი მეანიშნებს ღმერთის არსებობაზე სულ ყველა სახელი რო გავშიფროთ ღმერთთან მივდივართ ჩვენ თავარი პერსონაჟი ბიბლიის არის ღმერთი ოთარაანთქმევში თავარი პერსონაჟი არის ოთარაანთქმევი მისი შვილი გიორგი და მე ხასიათების გახსნაზე ვცდილობთ ხასიათები გავხსნათ ეს არჩილი იქნება კესო იქნება და მთლიანობაში წავიკითხავთ ამას და ჩვენ წინ არის მხატვრული ნაწარმოები ყოფითი იმიდან აღებული მოაზრებული და მოფუქრებული მწერლის თავში უკმაყოფილო მწერალი სოციალური გარემოთი არ მოწონს მას ადამიანების ჩაგვრა მწერალზეა ლაპარაკი და გამოსავალს ეძებს რაღაც უფრო ჰუმანურ სფეროებში რომ რაღაცა გარდაქმნათ და აუცილებლად მოჯანყეობისაკენ მოგიწოდებს ბიბლიას რო წაიკითხავს აჯანყების სრული ჩაგიქრება რო კითხულობთ არც იოსების ძმების დახოცვა მოგინდებათ არც იაკობის გალანძღვა მოგინდებათ ესე იგი კითხულობთ წიგნს და რო დასრულდება თუ დააკვირდებით თქვენ თავს რევოლუციონერი არ ხდებით ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებს რო წაიკითხავთ ახლა ილიას კი არ ვიხილავ მე ახლა ლაპარაკობ ნაწარმოებზე დაიბოღმებით რა რო არა რა არის ეს იცი გიორგი აი როგორ მოკლეს ამ შობეძაღლო და მომენტალურად გინდა ყელში წვდეთ თავადებს და დაახშო ან იმ სოციალურ გარემოს რომელშიც ესენენ და გააუბედურეს ჩვენ ამას ვკითხულობ და გაუბედურებული არ არის იოსები არავინ არ არის და ღმერთის სიყვარული შემოდის ამ კითხვის ბიბლიის პროცესში და ოთარაანთქმევის კითხვის პროცესში სიყვარული არ შემოდის არავის ვისაც შევიყვარებთ ყველა კვდება თან ისე უაზროთ ესე გიორგის შევიყვარებთ გვიკლავენ უაზროთ ოთარაანთქმევის შევიყვარე ეს დააკვდება შვილს გამიგეთ იქ არჩილი და კესო დარჩება და დაბოღმილი ვართ რო ამათაც ესე იგი როგორ რაღაცნაირი სევდა არ გაყვათ ამ იმის მიმართ და საბოლოო ჯამში ეს კრიტიკული რეალიზმი არის ის რეალიზმი რომელიც ბიბლიაში ცოდვის იმით მოიხსენიება აქ არის სინამდვილე მხოლოდ კრიტიკული ეს არ მომწონს ეს სინამდვილე და გადაკეთება სიტყვის ასე იგი ჩვენ წინაშეა ნაწარმოები რევოლუციური გადატრიალება მინდა ამისი ბიბლია გვეუბნება გაჩერდით რა მდგომარეობაში ცხართ ნახე იოსები არ არის რევოლუციონერი არ იპარება არ მირბის იმდენად ენდობოდნენ იოსებს იმდენად ენდობოდნენ რომ მას აღარ დაყვება ზედამხედველები მას შეეძლო ცხენზე მომჯდარიყო და გავარდნილიყო მამასთან მაგრამ ის ეგვიპტეში რჩება რა უცნაური ესე იგი საიდან იცის ამ კაცს ეს რომ ეგვიპტეში დარჩენა ეს ღმერთის გეგმა არის და ეს შემდეგში ისრაელი ერისთვის არის ასიკეთო რომ უნდა გამრავდეს ეს ერი შეიკრიოს და როგორც კი დაჭირდება ღმერთი გამოიყვანს და არა რომელიმე
რევოლუციონერი ან სპარტაკი იქნება თუ რომელიღაცა მოჯაყე ემილიან პუგაჩოვი. ღმერთი მიუძღვის მერე უკვე როცა იწყება გამოსვლა. ისრაელიერი გამოდის მონობიდან გამოსვლა, ეგვიპტის ტერიტორიიდან გამოსვლა და მიდის ხანგრძლივი მოგზაურობა, ვიდრე ქანაანში შევიდოდნენ მთელი 40 წელი. ამდენთან უკვე 40 წელი მიყვებით ჩვენ ამათ და მათთან ერთად ვხეტიალობთ. ამიტომ არის ეს ღვთაებრივი წიგნი. ესე იგი, როცა ამას ადარეთ ლიტერატურულ ნაწარმოებს, ავიცი ძალიან ისეთ უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს განსხვავება ვერ იყოს. ეს რაღაცა სხვანაირი წიგნი არის. აშკარად ლიტერატურული სიუჟეტებში არ ჭდება. არც კომპოზიცია აქვს ლიტერატურული. რატო ვლაპარაკობ ამ ეს თუ შეგიდარებიათ რომელიმე მხატვრულ ნაწარმოებთან ბიბლია? აი გაუცდებით. თუ განსხვავებას ვერ იპოვნით, ეს თქვენ თავს დააბრალეთ. აუცილებელია კი განსხვავება ვიპოვოთ. არანაირად არ ჭდება ლიტერატურულ კანონებში. ლიტერატურას თავისი კანონები აქვს, კანონზომიერი ლოგიკურ ოპერაციების ჭდება ლიტერატურული ნაწარმოები. ეს ამაში არ ჭდება. ამიტომ არის ეს თისწერილი, რელიგიური წიგნი. რანაირად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანის მიერ არის დაწერილი. ალბათ უამრავი ადამიანის მიერ დაწერილი წიგნი შეატარეთ. ევრიპიდე, სოფოკლე, შექსპირი შევადაროთ, ხო, რუსთაველი შევადაროთ, რომელი გნებათ მეგობრებო, აი შეადარეთ, რაც გინდათ, როგორც გინდათ და რა ვიცი ახლა თუ თქვენ ამას ვერატყობთ, მაშინ ეგ უკვე თქვენი ბრალია. უნდა ამაზეც დავფიქრეთ, გამიგეთ. მაგრამ დავწყდეთ თავარი. იოსები ძალიან ღრმად მორწმუნე არის ღმერთისა და მას ერთი ეჭვი არ შეაქვს იმაში, რომ სამყაროს განაგებს პატრონი. ღმერთი ყავს. აქედან არის იგი მშვიდი. არ ითხოვს ვიღაცაზე შურის ძიებას, არ გამოდის ციხიდან და არასჯევინებს პოტიფარს და მის მეუღლეს ცილის წამებისათვის. მას შეეძლო ისეთი დიდი ავტორიტეტი მოიპოვა მან, ერთი მისი სიტყვა და იმ ოჯახს გააქრობდნენ. ეს ფაქტურად ეს უკვე მოხიბლული იყო, აი ფარაონებისთვის ეს რა ვიცი ეს ვინ იყო, ხო ეტყობა რომ ყველაფერი ჩააბარა რა, ბეჭედის, მთლიანად მიენდო ესა. იოსების სიყვარული მთელი ოჯახის როგორ ხდება, გახარებულია ფაქტურად ფარაონი, გააგჟებულია მიწას აძლევს და ვინ მოგცემს მიწას დღეს, შემოდი აქ იცხოვრია გამრავდი, ხო? არაფერს არ ითხოვს მისგან, აი პირიქით. ყველაზე კაი ადგილი განაწესეს გოშემის მიწას, მეჯოგეები რო იყვნენ მებისათვის, საძოვრებისთვის განკუთვნილი ადგილი იყო, აი ესეთი კაი ადგილზე განაწესე ესე. ესე იგი, იოსები შურიძეებას რატო არ მისდევს? საკმარის იყო კიდევ მეორე ერთი სიტყვა ეთქვა ფარაონისთვის. პოტიფარსაც გააქრობდნენ მის ცოლსაც, იმიტომ რომ აშკარად ხომ მან ცილი დასწამა და ძალიან ადვილი იყო რომ ფარაონს უკვე დაეჯერებინა იოსებისთვის. ფარაონმა შეიმეცნა იოსებში ღმერთის კაცი, ღვთის კაცი. ეს თვითონ იძახის ამას. და ღვთის კაცი რო არ იტყუება, ეს რამენერად უკვე ფარაონმა რამენერად იცოდა. ამიტომ არანაირად ის შურიძეებას 2 წელი გაატარა, ხა სულ ცოტა ციხეში 3 წელი იყო, 2 წელი, 1 წელი მანამდე იყო, 2 წლის მერე გაიხსენეს. სულ 3 წელი იყო ციხეში. ხუმრობთ ახლა 3 დილეგში ტყუილო ჩაგაგდებენ და ბოღმით არ აიფსოთ? არა. აი ეს ყველაფერს ხედავს პროვიდენციული მიდგომა, ღმერთის პროვიდენციულ სახეს ხედავს ეს. ხედავთ, არ ეცხადება ისე როგორც იაკობს, მაგრამ პროვიდენციული გაგება აქვს ღმერთისა და უდიდეს რწმენას ამჟღავნებს იოსები. აბრაამი გასაგებია, როცა ღმერთი ხვდება მას, საუბრობს რამოდენიმეჯერ ღმერთთან და რო ეუბნება შემომწირე შვილიო, გასაგებია ეს, რომ უშუალოდ ღმერთს იცნობს. მაგრამ იოსები არა. იოსები შეიძლება დაეჭვება, არც ერთხელ იოსები არ ეჭვება. იაკობი ხანდახან დაეჭვდება. დაეჭვდა მაგალითად წავიდეს თუ არა ეგვიპტეში. და ყველგან იჩენს იაკობი ამას, აი დაეჭვდა ისავთან შეხვედრაში შიშები აქვს. მერე დინას ისტორიის ამბავში. მოკლედ წაფორხილებას, წაბორძიკებას, რწმენის წაბორძიკებას იაკობის ცხოვრებაში მუდმივად ვხედავთ. ჩვენ და ამას სწორედ განაცხადებს, როცა იგი წარდგება ფარაონის წინაშე უკვე დასრულებული და განსაკუთრებით, როცა თავის შვილებს იგი აკურთხებს. როცა მოუხმობს შვილებს, რა გამოცდილება შეიძინა მან ამ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე. მან 157 წელი იცოცხლა და გარდაცვალების პერიოდში მას ერე ყველას წინასწარმეტყველებს შვილებს. ჩვენ ნახავთ 29 თავში 4 თავი დაგვრჩა ჩვენ. ხო, ამ ხრივ როცა შევადარებთ მეთქი კიდევ მეორე თუ თქვენ ამაზედაც იფიქრებთ, უფრო გაფართოვდება თქვენი ცნობიერება. ეს ლიტერატურულ წიგნად აღვიქვათ ჩვენ ეს თუ რაღაც უფრო განსაკუთრებული არის, იმიტომ რომ მე რო შემიდარებია ლიტერატურული ნაწარმოებისათვის, სხვანაირი კომპოზიციაა ლიტერატურა რა, ეს ადამიანის დაწერილი სხვა რა, ჯადოსნური მთა თომას მანის. ეს არის მოაზრებული, მოფიქრებული თომას მანისა, რომ უამრავი აზრები აქვს თავში, მანამდე ბევრი წიგნები იკითხა, შოპენჰაუერი, ნიჩე, ფილოსოფია, ლიტერატურა, ავანგარდისტული ყველაფერი. ამ კაცის თავში არის უამრავი რაღაცეები ჩადებული, ცხოვრებასთან ურთიერთობა, მუსიკა, მთელი ოჯახის მრავალრიცხოვანი ოჯახის ის იყო ესა, ძალიან ტრაგიკული ოჯახი თომას მანის შვილი თავი მოიკლა, ძმამ თავი მოიკლა, რავი ჩული, აი, ძალიან ისე ტრაგიკული ის იყო რა ოჯახის წარმომადგენელს და ამას აზრები ხო ქონდა, ნიჭი ქონდა წერისა და აი თავი ასა აზრები მხატვრულ ფორმაში ჩამოასხა და ასე მან მოახდინა თავისი აზრების რეალიზაცია რომანში და
ერთგვარი კათარზისიც სჭირდება მწერალს, ხო, აბა ვიღაცას რაღაცა ხო უნდა უთხრა. იჭდა და წერდა ეს თავის გმირებთან მუდმივად იყო და რაღაცნაირად იბადებოდა, აი რაც იბადებოდა აზრი მაგის მწერლობა საერთოდ არის მშობიარობა. ჭეშმარიტი გაგებით. როცა იბადება რაღაც და განსაკუთრებით იბადება ისეთი რამ, რომელიც შენ გაწუხებს, უნდა გამოუშვო გარეთ. წარმოიდგინეთ ახლა 9 თვის თავზე ქალს არ მივცეთ საშუალება მშობიარობისა, ის როგორ დაიტანჯება. ამიტომ ძალიან განიცდის ქალი, რომ ბოლო პერიოდში ტკივილები აქვს და ერთი შვებას გრძნობს, როცა დაიბადება საცოცხლო არსება და ქალი დაისვენებს. მწერალიც ასია, ჭეშმარიტი მწერალი. აწუხებს აზრი მას, აზრები ცუდი, კარგი და ყველაფერი უნდა გადამოიღოს ცუდი და კარგი. კარგი აზრისთვის მას კარგი დადებითი პერსონაჟი ყავს, ცუდი აზრისთვის უარყოფითი პერსონაჟი ყავს. ამათი ურთიერთობაა ლიტერატურა. აი ბიბლიამ ასე არ არის. ბიბლია პირდაპირ ესე იგი, აი როცა ამას ვკითხულობთ ჩვენ პირდაპირ ღმერთთან გვაქვს ურთიერთობა. რა სიტყვაში, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩვენ ღმერთთან, პერსონაჟებსაც ამის და მიხედვით ვსწავლობთ. ა ブラ ამი, იაკობი, ისა, მე გადმოგვაქვს ჩვენზე. და ყველანაირი პერსონაჟია გადმოცემული მათ. არავინ არ არის იდეალური. ახლა როცა ვადარებთ იაკობს, იოსებს, იოსები უნაკლო პიროვნებად გვესახება ჩვენ. ფაქტურად ამიტომ არის იგი მთელ 30 მუხლში პარალელი იესოსთან. ხო, მაგდენი პარალელი იაკობზეთან არ არის. ისააკთან გასაგები არის პარალელები, როცა ა ブラ ამი მიყავს შვილი ცხოვრება, მაგის პარალელებიც მოიცემენ. ამიტომ მუდმივად ესე მე თავში მაქვს ხომ ეს ვადარებ რა, წერლის რა განსხვავება ადამიანის მიერ ამოღებული ნაწარმოები თავიდან ამოღებული ნაწარმოებსა და ღვთაებრივი წიგნი ბიბლიას შორის. ადამიანს არ შეუძლია დაწეროს ისე, რასაც ჩვენ ახლა ბიბლიაში ვკითხავთ. ადამიანს თავში ესე არ ხდება. მწერალი ესეთ რამეს ვერ დაწერს. უბრალოდ თავში არ მოუვა ესეთი რამე. აი წარმოიდგინეთ ახლა მიწიერი ავტორი მოსე. მოსეს რა ის აწუხებდა რამე აზრებით და გადმოაფრქვია? როცა ვკითხულობთ ჰერმან ჰესეს რომანს ტრამალის გველს, ეს ჰარელი იგივე ჰერმან ჰესეა. თლიანად აი თავისი პრობლემია, კაფკას მთელი შემოქმედება ეს არის კაფკას შეჭირება. კამიუს მთელი შემოქმედება ეს თავისი ის არის. ფილოსოფოსები სარტრი, მთელი მისი ფილოსოფია ეს არის სარტრის დამოკიდებულება სამყაროსთან და ცუდად არის იგი. განიცდის სამყაროს, ჰაიდეგერი. ახლა უყურეთ, ავტორი 5 წიგნეულიც არის მოსე. ვინმე იტყვის რომ მოსეს პრობლემები აქვს და ამიტომ დაწერა? საერთოდ არ ჩანს ეგა. თუ კათარზის მიაღწია ახლა მოსემ. აი როგორი ის არის ასეთი კუთხითაც შევიდეთ ბიბლიაში და იმათვის ვლაპარაკობ, ვისაც კიდე ვერ გაუმიჯნია რომ ეს ბიბლია არ არის ლიტერატურა. ეს ადამიანის დაწერილი არ არის. ადამიანი ესე არ წერს. ადამიანი ყოველთვის წერის თავის თავს განადიდებს, თავის პრობლემებს დადებს, პერსონაჟებს დაგვიყრებს. აი ახლა აქ შესაქმე წავიკითხეთ თავიდან ბოლომდე. აი რომელი აქვს დადებითი და უარყოფითი გმირი მოსესი. მოსემ დაწერეს და თავისთავიდან ამოიღო ერთი დადებითი პიროვნება, მეორე უარყოფითი პიროვნება? აბა მომიძებნეთ, მაგრამ შეადარეთ ბიბლია ლიტერატურულ ნაწარმოებს. შევადაროთ თუ თუნდაც ერთი აი ეს შესაქმე, რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს და კიდე გავარჩიოთ. შევეცადოთ, შევიდეთ მაგ იმაში. ამიგეთ, ეს ადამიანის დაწერილი არის? ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანი ესეთ რამეს პრაქტიკულად ვერ დაწერს. თუ რაც მე წამიგითხე ადამიანის დაწერილი, ეს არის მათი შეჭირვებები. მოსეს შეჭირვებები არ არის ესა. ეგ ვეცნობით უბრალოდ მისი დაბადებას რაღაცებს, მაგრამ ფაქტურად თლიანად ჩვენ ვეცნობით ღმერთის თელ სულას, თელ ამ 1200 გვერდის გავლით ჩვენ მივდივართ გოლგოთაზე, გამიგეთ? და ამიტომ არის ეს წიგნი წმინდა წერილი. ეგ არაფერი ადამიანის თავიდან ამოღებული არ არის. ავლეს წერილები ავიღოთ. წერილები ადამიანების წაგვიკითხია ჩვენ, ხო, უამრავი წერილები ჩესტერფილდის, ტოლსტოის, ჩეხოვის წერილები, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოთვალო წერილები არის ქვეყანა. აი შეადარეთ ახლა პავლეს წერილები რომელიმე წერილს. სენეკას წერილები ბატონო. სენეკას წერილი წერს რომელიღაცა თავის საყვარელ პიროვნებას, ხო, ლუცილიუსს. აი შევადაროთ პავლეს წერილები, 13 წერილი. ვიტყვი რომ ეს ადამიანის დაწერილია. მაგრამ პავლეს წერილები, აი ეს ადამიანს თავში ვერ მოუვეს წერილი. აი რა წერილები ეს, როგორ არის? ამიტომ არის ეს ღვთივსულიერი. ხო, ეს ღმერთის დაწერილი წერილი არის და გამოყენებულია ადამიანი. ერთ შემთხვევაში აქ 5 წიგნის ავტორად, მიწიერ ავტორად მოსე არის, მაგრამ მოსეს არანაირი ფუნქცია არ აქვს. იმიტომ რომ ავტორი მოსე არ არის. მოსე არის გამოყენებული. თომას მანის ჯადოსნური მთის ავტორი არის თომას მანი. ხო, ილია ჭავჭავაძეა ავტორი ოთარ ანთქვრივის. მან ღმერთი არ არის ავტორი. ხო და ამიტომ არის ლიტერატურა სიმბოლოებს ექვემდებარება, ბიბლია არა. ბიბლია არ შეიძლება გავასიმბოლოოთ, ალეგორიულად წავიკითხოთ, აქ არის იგავები გადმოცემული, შედარებებია, მაგრამ არანაირად რომ იცი სიმბოლოები თვითმიზნობს იმას თამაშობდეს როლს, ან თვითმზნური ხასიათი კონდეს. ვერ იტყვის ამას ვერავინ.
და ვინც ასე უდგება ბიბლიას და იყო მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული ბიბლიის მითოლოგიური წაკითხვა, ეს არასწორია. რომ იქ ხე არის სიმბოლო ამისა, ისიც რა მთვარე კი არ არის, მართლა ერთ დღამეში კი არ შეუქმნია თუ ერთ დღეში ღმერთს ისა. აი იქ 1 მილიონი წლები ეს ტყუილი არის ესა. აი ლიტერატურული იმით გადაგვაქვს ჩვენ და იმიტომ ვწდებით ჩვენ ხანდახან რომ ჩვენ ბევრი რამე საზოგადოებრივი იმიდან არის აღებული სახეებიდან არქეტიპები თავში და ბიბლიას ვკითხულობთ ესე. აი ეს არის დიდი ჩვენი შეცდომა. ყველანაირი წინასწარ შემუშავებული არქეტიპის სახეები უნდა ამოვიღეთ. ეს სხვანაირი წიგნია. ამას ჭირდება სხვანაირი წაკითხვა. ამას ჭირდება გული, ამას ჭირდება სიყვარული და სამყაროზე სულ ცოტა ოდნავ თუ არა გაქვს დაფიქრებული ერთი კითხვა არ დაგესვა რამ შექმნა ან ვინ სამყარო, ბიბლიას ვერ წაიკითხავ. ყვარიან ადამიანები ეს კითხვა არ მოსდით თავში. აი ვინ შექმნა სამყარო? კითხვა რო დაისმება, მე გაყვები ამას. მართლაც აი რა არის ის ვარსკვლავების მზე, მთვარე, დედამიწა, მოწესრიგებულო. ამის მერე სულ ცოტა გული უნდა შეგეძრას რა. იმ ხომალზე რომელსაც დედამიწა ქვია რომ დავაბოტებთ და ეს თავისთავად მიქრის საშინელი სისწრაფით მეექანება, ისე რომ განცდაშიც არ აქვს ეს სისწრაფე და იცით რომ წამში 30 კილომეტრია წამში წარმოიდგინეთ რა და ერთი წელი ჭირდება ამას რომ შემოუაროს მზეს. ხო, ერთი წელი. თან უზარმაზარი სიჩქარე, თავისი ღერძის გარშემო უზარმაზარი სიჩქარე 1600 კილომეტრი საათში. თვითმფრინავი ყველაზე ძლიერი თვითმფრინავი სამგზავრო 900 კილომეტრი არის სიჩქარე, მეტ კი არა. ეს ღერძის გარშემო 1600 კილომეტრი არის და 24 საათი ანდომებს რომ შემოტრიალდეს ღერძის გარშემო. და განცდაში ეს ბევრს არ აქვს. ხო და აი ამან თუ არ დაგაფიქრეს, რამ შექმნა ესა, როგორ შეიქმნა ეს, აქედან იწყება ნელ-ნელა და სულ ცოტა ეს განწყობა რო გაქვს, უკვე ბიბლიური გამოცხადებები შენთვის უკვე მისაღებია. და თუ ამას გამყარებული უყურებ, რომ გამყარებული დგეხარ, გამყარებული ტრიალებ დედამიწაზე და არც გიფიქრი ეგ არასოდეს. კი არ ტრიალებ დგეხარ ერთ ადგილზე, ძალიან ბევრს გონია რომ დედამიწა არ ტრიალებს ეს სხვათა შორის რო იცოდეთ. ხო, ახლა შეგლება გაგეცინოთ, მაგრამ მართლა ეგრეა. რა, ეგრე ადვილი არ არის წარმოიდგინოს კაცმა. ან რაციონალურად იციან. ერთია იცი რაციონალურად, მეორე ერთია იცი რაციონალურად იცი, რომ იცი რა, ოპერაცია, მაგრამ სულ სხვა არის განცდა. ვიცით ხო, დედამიწა ტრიალებს, მაგრამ შემოსულა განცდაში. განგიცდი ეგა? რა განსხვავება ვიღაცა იტყვის, ძალიან ბევრი. რომ განიცდი, სხვანაირად ხდები ამ სამყაროს მიმართ. განცდა სწორედ იმის განცდა, რომ უკვე რაღაცნაირი ცვლილებები ხდება. თორე თუ არ განიცდი ამას, არაფერი არ გამოდის. ასევე ღმერთი მორწმუნე. განიცდი ამას. თორე ის ახლა რაციონალურად ყველა მორწმუნეა საქართველოში, ჩემზე კარგად იცით და რადონის რწმენა არის, ხო? ყველა რწმენაში იცით საქართველოში, მეგობრებო, და ახლა როცა ჩვენც ლაპარაკობთ ამდენს რწმენაზე, ათეიზმი, თეიზმი, თუცა მოდი ვთქვათ, შევცვალოთ ათეიზმი, ეს უფრო სხვა ტერმინი, ღმერთის უარყოფა და არა ათეიზმი და უფრო ეს ფილოსოფიური ტერმინიდან არის ნასესხები სახელმწიფოებიდან ათეიზმი. ღმერთის უარმყოფელი რა, სამყაროში უარყოფს ადამიანი რაღაც განგებას, რაღაცა ჩემზე აღმატებულ ძალას და სამყაროში არაფერი არ წარმოუდგენია თუ არა ადამიანი. მარტო ადამიანია სამყაროში. აქედან იწყება, ადამიანიდან სამყაროს წაკითხვა. ადამიანიდან ამ სამყაროს ვერ წავიკითხავთ ჩვენ, იმიტომ რომ არ ვიცით ვინ შექმნა ეს ქვეყანა. სანამ არ გავეცნობით შემოქმნას და ბიბლია სწორედ სურათს გვიცხადებს, აი პირველი წიგნის შესაქმე სწორედ ეს არის. სამყაროში აპრიორი ესე იგი ღმერთი არის, ღმერთი ქმნის სამყაროს 7 დღეში, ხო 6 დღეში და მე-7 დღეს უკვე ის უკვე აჩერებს ამ შემოქმედებით აქტს, თორე ისე არის არსად არ გაქცეულა. და მერე ადამიანის წარმოშობის ისტორია, ადამიანის რაობა, მდგომარეობა, ღმერთთან ურთიერთობა, საუკეთესო პირობებში ადამიანის თავდაპირველად ყოფნა, მერე ადამიანის დეგრადაცია, დაცემა და დაცემული ისტორია არის უკვე ძალიან დიდი მანძილზე გაწელილი, ძალიან დიდ მანძილზე. მოიცავს დაახლოებით 7-8000 წელიწადი, 10000 ავიღოთ ამ ცოდვის ისტორია, ესე იგი ცოდვას რამხელა ისტორია აქვს და ადამიანები ბადებიან, კვდებიან, ომობენ, იბრძვიან, წვალობენ, ყოველდღიური საკვებისათვის, საჭმელისათვის, ტანსაცმელისათვის, შეიყვარებენ საყვარელ ადამიანს, მოუკვდებათ ეს საყვარელი და როგორ იტანჯებიან, აი ოთარანთქვრივი როგორ იტანჯება, აი დაიტანჯა ქალი, ესე იგი ვერ გაიხარა რა, მოუკვდა ქმარი, ჩაიცვა შავები, ეტრფის შვილს, გახარებული უყვარს, გიждდება და როგორც კი ეს ვაშკაცი შვილი კუბოში ნახა, გული მოუკვდა ქალს, ესე იგი ეს ტანჯული ქალის ისტორია არის. არაფერი სიხარული ამ ქალს არ აქვს. ეს არის ერთი ოჯახის ტრაგედია. სიყვარული ქონდა, ისეც მოუკვდა და დააკვდა ამ სიყვარულს. ნახეთ, ცოდვის ისტორია ეს. მთელი ლიტერატურა ეს ცოდვის ისტორია არის. და ბიბლია ხო ამას კარგად გვეუბნება.
რომ ჩვენ გავიგოთ რა არის ამის მიზეზი, რატო შემოვიდა ცოდვა, ბიბლია ამიტომ გვჭირდება. ხა თომას მანიდან და ილია ჭავჭავაძიდან მე ამას ვერ გავიგებ. თომას მანიდან მე გავბრძენდები და ავჯდები, მე ვიტლიკინებ, ჭკვიანი კაცი ანტიას მოვისხამ, მაგრამ საწუში რო დავწვევი, მაინც ცუდად ვიქნები, იმიტომ რომ მე მოგიკაკუნებ სიბერე და თომას მანით ვერ გადარჩება ვერავინ. ვერ ჯადოსნური მთის კითხვით და საერთოდ ასაკში რო შევა კაც თუ დაავიწყდები ეს ჯადოსნური მთა. ციტატები ლათინური ბერძნული ვის რეში მაგათუნდა მაგი რა სულიერად გაიზდები 64-ის შეხვალამით იოსებმა რო არიცოდა ახლა თომას მანი სტეფან ცვაიგი რა ჯოჯოხეთს წავიდა ხო მაგ ხალხმა არაფერი არ იცოდა არაფერი არ წაუკითხიათ მაგრამ იოსების შურს ეს ღმერთს იცნობდა და მშვიდად იყო წყნარად იყო კაცურათაც ცხოვრობდა და ყველას გამოადგა წმენაშიდაც გადავიდა და მისი მოდგმა ხდება ბენიამინისა და ამის გაგრძელება მერე სოლომონის იმამდე რომ მივალთ მერე მისი შვილი რო იყოფა 931 წელს უკვე იყოფა ეს ძველი წელთაღრიცხვით მე-10 საუკუნე არის სახელმწიფო უკვე აი ორი შტო იუდა და ბენიამინი ერთმანეთს როგორ ფარში უდგანან ხომ და მერე არ დაგავწყდი ბენიამინის შტოდან რამდენიმე გამოვიდა პავლე მაგალითად ბენიამინელია ასევე ბენიამინის შტოდან არის საული პირველი მეფე ასე რომ ეს ტყუილა არ არის მოცემული აი ამ ბიბლიაში ეს გემირები და რომ გავყვებით ამას ჩვენ ქრისტესთან უნდა მივიდეთ. ამოცანა არის არსად არ შევჩერდეთ, არ შევკაიფდეთ არცეთ გმირზე. თუ ფილმში რომელიმე გმირზე თქვენ შეკაიფდებით, თქვენ ფლიანობაში ფილმს ვერ გაიგებთ. თუ მწერლობის რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებში გაყვებით რომელიღაც ერთ გმირს მარტო და იმას გააკერპებთ, თქვენ გამოგრჩებათ დედა არსი, შინაარსი წიგნისა. ამიტომ ეს არ არის სწორი. ბიბლიაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ არც აბრაამზე, არც იოსებზე, არც იაკობზე. ჩვენ გაკვეთილი, აი რა უნდა ვისწავლოთ იოსებისგან? აი რა უნდა ვისწავლოთ იოსებისგან მართლაც ბევრი ჭკუის სასწავლებელი არის. რა რწმენის კაცი არის ეს, ხომ? ძმებზე აღმატებული რითი არის. ხლა ვაშკაცობით და თოფობანად და ხანჯლობით ეს არ არის ძლიერი, უფრო ძლიერი ძმები ჩვენ გავეცანით ორმა კაცმა რა გაუკეთა თელი მას, რა გაანადგურა სუყველა, ხო? შეუპოვარი და რა ვიცი, ხმალაობით და ამით ეს ხლა არ არის აღწერილი, მაგრამ აშკარად ჩანს რომ ამას ძმები უფრო ძალიან ძლიერი ყავს ფიზიკურად მებრძოლები და მეომრე უშიშრები. იოსებისგან ამას ჩვენ ვერ ვსწავლობთ. იოსებს რწმენა აქვს, ღმერთისა. სიყვარული აქვს ძალიან ძლიერი. ყველა უყვარს ამას. ყველა ის არ განიხილავს ეგვიპტეს როგორც მტერს, არ განიხილა ეგვიპტელებს სიზღით არ უყურებს ეს. ის განიმსჭვალა სიყვარულით. რატომ? იმიტომ რომ ღმერთის ხელს ხედავს ამაში. მან ის რომ ღმერთით მოხდა ეგვიპტეში და არა დაპყრობილი იქნა, არა ძმების მიერ იქნა გაყიდული. აი რით აღემატება იოსების ცნობიერება ჩვენ ცნობიერებას. ეს თუ არ ვისწავლეთ არაფერი არ გამოესწრა. ლიტერატურულ სიფრთხეზე ჩვენ ამას ვერ წავიკითხავთ, იმიტომ რომ ლიტერატურა ეს არ არის ამ სიტყვის ლიტერატურული თეორიული კლასიკური გაგებით. ეს არ არის ლიტერატურა. თუ ფართო გაგებით მივდგებით ლიტერატურა. ლიტერა ხო რას ნიშნავს, რომ რაც იწერება ყველაფერი ლიტერატურაა. ლათინური სიტყვა. ფართო გაგებით ლიტერატურა. მაგრამ ეს ვიწრო გაგებით ეს ლიტერატურა ეს ღვთაებრივი წიგნი არის დაწერილი ღმერთის ცნობა არის ტრანსცენდენტიდან და ცოდვად დაცემულ ადამიანს გამოუგზავნა როგორი მოსიყვარული არის ცოდვად დაცემული ადამიანი რატომ ამ დღეში და ეუბნება გამოგიყვანთ მანდედან და ისევე როგორც დაპირდა გახსოვს რას ეუბნება იაკობს ჩვენ რო წავიკითხეთ წადი და გამოგიყვანთ მანდედან დაგიხუჭავს თავს და გამოგიყვანთ მერეო ღმერთმა უთხრა შედი ეგვიპტეში და მე გამოგიყვანთ ასევე ადამს უთხრა დააშავეთ მე გამოგიყვანთ მას საიდან ცოდვიდან თუ ცოდვაში დარჩით ჩვენ აუცილებლად დავიღუპებით და ცოდვასთან გამოყვანა მარტო ღმერთს შეუძლია ადამიანს არ ძალუც ეგ არც კეთილი საქმეებით არც ხუთოსნობით ინსტიტუტის დამთავრებით დიპლომებით და ასე შემდეგ ამით ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ იმიტომ რომ შეგვიპყრობს ნეულება და სულ ყველაფერი დაგვავიწყდება ჩვენ ხო ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი ორგანოები თუნდაც მეხსიერება ჩვენ ყველაფერი დაგვავიწყდება ამიტომ ის დაბადებული ადამიანი იმას არაფერი არ დაავიწყდება ის უკვე განმზადებული არის ახალი სხეულისათვის ამიტომ არის ქრისტიანობა დაბადების ისტორია აი მან დაბადება დააკვირდით ეს რო იცოდა აბრაამმა იმიტომ წამოიკიდა ისააკი და მიყავდა მას რომ არაცოდნოდა დაბადება და აღდგომა შვილს როგორ შეწირავდა მას რწმენა ჰქონდა აბრაამი გვასწავლის რა რწმენას ჩვენ რომ როცა მორწმუნეა კაცი მან იცის რომ ღმერთს ჩაბარებული კაცი ყველაფერი სასიკეთოდ უბრუნდება ასევე პავლეს რწმენაც როგორია და როგორ მიმართავს იგი კორინთოში თავის ქრისტიან ძმებს ხომ როგორი იმედის იმას უგზავნის წელს მაშინ ხომ ბიბლია როგორც ასეთი არ არის და წიგნით არ დადის პავლე როგორც დღევანდელი პასტორები და გადაშლენ და კითხულობენ და ასევე ჩვენც რო ბიბლიით ვლაპარაკობ და არა პავლე ესე არ იყო პავლეს პირდაპირ ესე იგი სულიწმინდა აწვდის იმებს და ეგ წერს და უგზავნის ეს შეიკრიბა მერე მოთავს და ამ წიგში
როგორც მანამდე მოსე წერდა, მე ისუნავინი, ასე მთლიანად შეკრიბა ღმერთმა ეს წიგნი და ჩაგვაბარა და მას ქვია წმინდა წერილი. და გამოყენებული არის 40 ავტორი, 40 თაობა, ესე იგი 1600 წლის მანძილზე. იწერებოდეს წიგნი 1600 წლის მანძილზე და აი ესე იყოს გაწყობილი ისუათია. როდესაც მწერალი რაღაცას წერს, 10 ჯერ გადაწერს. არც ერთხელ არ გადაუწერია მოსეს წიგნი. ეს მერე და მერე რო შეინახეს, ის რაც დაიწერა, გადმოწერა, მაგრამ ჩასწორებები უფრო სწორია თქვა. როდესაც რომელიმე რომანი იწერება, ძალიან ბევრი ვარიანტებია, ესკიზებია, გადახაზებენ, გადმოხაზება, ეს არ მოწონს, მერე წააკითხებს ვიღაცას, გასწორებები მიდის, რამოდენიმე რჩევებს მიიღებს, მერე მეორე გამოცემა, მესამე ფილოსოფია წესია, პირველი გამოცემა, მეორე გამოცემა, შესწორებული ვარიანტი, მესამე. მე წამიგითხია ნაშრომი ფილოსოფიის, რომელიც 11 გამოცემაში 11-ვე ჩასწორება გაკეთა ავტორმა. აბა მითხარით ხოლმე სად არის ეს სწორი? ყოველ წლის განმავლობაში მას ეცვლებოდა თავის წარვა. ასევე შოპენჰაუერსაც როცა ვკითხულობთ მის ძირითად შრომას, სულ დამატებები აქვს. რა თუნდა დამატებები, რაც დაწერე. იმას და დამატებები ჭირდება კიდე ჩასწორებები, შეასწორა ბევრი თავები მან, დაამატა, იმიტომ რომ გაიზარდა და ასაკში შევიდა, სხვანაირად შეხედა სამყაროს და ის უფრო სხვანაირი რაკურსით წარმოგვიდგინა მთელი რიგი თავები. ამიტომ არის მან ესეთი ბერძნული იმით აქვს, მაგრამ პერარგა და პერალიპომენე დამატებები, რაც გამოტოვა ადრე, რაც გამორჩა, დაამატა. ესეც ბიბლიური ის რო არის, მიდან რო ისესხა, სათაური არ მოგწონთ? პარალიპომენონი ბიბლიაში ხო არის? ხედავთ? ასე რომ ვითომ აკრიტიკებენ ბიბლიას, ბიბლიით სარგებლობს ყველა. ვერ დავასახელებ ნიჩეს წიგს, რაიმე ბიბლიური ციტატა არ იყოს. თუ ცოტა ერთ ნაშრომში მაინც ერთ საერთოდ რო არ ეხება, ანტიქრისტიანში გასაგებია, ბიბლიიდან არის ბევრი რაღაცა ციტატები. მაგრამ არის ნაშრომები, სადაც ძალიან ბევრი ბიბლიური ისენია რა, ციტატები. რაში გაინტერესებს ეგა? გადადე რა ეს წიგნი რა. მაინც როგორ არის, ეს მაგნიტივით არის ბიბლია, აი ათეისტაც იზიდავს, თეისტაც იზიდავს, კრიტიკოსაც იზიდავს, გამიგდა. არ ჯობია რო გიზიდავს, მორწმუნე იყო, ვიდრე მაინც ესეთი მიგიზიდოს და შენ მის გინებაში იყო, რაც მოვიდა ნიჩეს და ხო გაგიჟდა კიდევაც. შეიძლება ისეთი აზრები ატარო და ჭკვიანი დარჩე. მას რო აზრები ქონდა. და ამას რო გააღმერთებს კაც და ნიჩე კუმირი იქნება ახლა საქართველოში. ლენინი გადადო გვერდზე და ნიჩე შემოუშვა ცნობიერებაში. მე ფიქრობ ეს რა ვიცი, ეს დანაშაული არის. არ ჯობია ბიბლია წაიკითხო და ჯადოსნების გარჩევას იოსები გაარჩიო, მოსე გაარჩიო, ეს წაიკითხო რა უხვად მასალა არის, მაგრამ ყოფიერებაზე არ არის ლაპარაკი, სიყვარულზე არ არის, თუ რაზე არ არის ლაპარაკი. რატომ ვერ კითხულობს ადამიანი? იმიტომ რომ ლიტერატურული ისა გაქვს სახეები, სიმბოლოები და ბიბლია არ ექვემდებარება მას და შენ ამას ვერ წაიკითხავ. ამიტომ წავიკითხოთ ეს თავიდან ბოლომდე, გავიაზროთ და დაველოდოთ სული წმინდას. რაღაცას ჩვენ გონებაში შემოიტანს. გაგვინათებს თავს, დაგვანახებს სამყაროს სხვანაირად. წაგაკუთხებს უფრო სწორად თომას მანს. ბიბლიის შუქზე თქვენ ძალიან ადვილად წაიკითხავთ ნებისმიერ ფილოსოფიურ ტრაქტატს. ნებისმიერ ფილმს ნახავთ, ისე არ მოიწამლებ, უფრო კარგად დაალაგებთ, გაარჩევთ. რა თუნდა მაგას ლაპარაკი და ვერ დავეთანხმები ნიჩეს რომ პავლე რო წაიკითხა, სად შეატყო პავლეს, ან სუსტი იყო, სუსტი კაცი. გაუძლებს სულ 40 ჯერ გაამათრა ხეს? 80 დარტყმას გაუძლებს? ნიჩე რამდენს გაუძლებდა? ჩაქოლვას გაუძლო. ბოლოს თავი დადო იმა, ციხეში იჯდა. სად არეგდო? სუსტი კაცია პავლე? რას ნიშნავს სუსტია? ან უფრო ჭკვიანი ნიჩე არის ვიდრე პავლე? ნიჩეს ნაწერებში არის ბოდიალი, პავლესთან არის დაალაგებული აზრები. ასე რომ თუ ამ კუთხითაც უყურებდა, როგორც მწერალს პავლეს ან ლიტერატ, რატომ ეგონა რომ იგი უნიჭო არის და შენახარ ჭკვიანი? გავგადახედეთ, აბა როგორი წერილებია, სული სახსნელი. ამიტომ პავლეს წერილებს თელ დენომინაციაში ასე თუ ისე კითხულობენ. ყველგან სოფლიოში. ნიჩე კი არავინ არ იცის. და ვინც იცის, ისეც ტვინარეული არის. ისე წაიკითხავს, ტვინს აურევს. ამდენი მაგალითი არის ახლა რა თუნდა ამას ლაპარაკი. ჩვენ მაგიტომ ვინდა ახლა რომ კარგად გავიაზროთ ეს წიგნი და ჩვენში შემოვიდეს. ეს რამეში გადგება. ჩათვალე რომ კარგია რა, შენც იგივე მდგომარეობაში ხარ. აი დღეხარ რაღაც სამსახურში. ვინც შეიძლება ისეც გიყურებდნენ როგორც იოსებს უყურებდა ბევრი. ამეგე, მაგრამ შენი მოთმინება და შენი რწმენაც ხო მაგაში ვლინდება და იცდება. გამოიჩნდება შენი რწმენა. იოსები არც მოთქვამს, არც ტირის და საერთოდ წელსაც არ აწერს ოჯახს რა, არ იცის სად და როგორ. 2 თვის ბავშვი კი არ მოიტაცეს. 17 წელს ბიჭი წამოიყვანეს, რომელმაც წერაც იცის, კითხვაც იცის. გონება აქვს და სახჭკუაზია. არანაირად აზრი არ მოსვლია ამას, წერილი გაუგზავნოს მამას. რა უცნაური რაღაცაა ხო? მთელი 22 წლის მანძილზე მამა მამის შესახებ არაფერი არ იცის და თან რა ტერიტორია ხო არ გონია ძალიან შორს არის. აბა რუკაზე დახედეთ. ეს არ არის 19000 კილომეტრი. აი ეს დაახლოებით მაქსიმუმ რო ავიღოთ იქიდან სადაც იყო დასახლებული იაკობი, იქიდან ეგვიპტემდე იყო 1000 კილომეტრი არც კი.
ეს არის რავი 3-4 დღის ფეხით სავალი, 5 დღის, აკლემებით და იმით რო გახვალ. და მანდ ახლა ცნობა ვერ მივიდა? მესმის ახლა გადასაკარგავში რო ხარ თუ არ ეზე იქ ვერ გააგზავნო და აი რატომ არ აგზავნის ესა? აი უდიდესი რწმენა აქვს იოსებს რომ ეს ღმერთის მიერ არის გაკეთებული. და იაკობიც ხო ხედავთ იაკობის რწმენა იცდება როცა დაუპირისპირებთ იოსებს და იაკობს ამ ჭრილში ესე იგი იაკობს ემცნო იოსების ამბავი და როგორი რწმენით ხვდება ამ ამბავს. ეხლა იოსები და დაუპირისპიროთ მამას იოსების მდგომარეობა და რწმენით როგორ იღებს ეს. რა უცნაურია ხო? აი ამ ორ ადამიანს შორის იოსების რწმენა ჩვენ გვაოცებს. მიუხედავად იმისა, ეს ღმერთს ისე არ იცნობს როგორც იაკობი. რა კარგად არის ხო ბოლოში უკვე იოსები და ამაზე უამრავი ასეთი სახეები იესო ქრისტეს წინა სახეები, რომელიც აუცილებლად უნდა განკაცდეს და მოვიდეს. და არა მარტო ეს რო იწყება წინა სახეებით, მე რო გავდივართ მე იქა და მე 100 წლითად წინასწარმეტყველები რო იძახე და როგორც იქნა მე დაიბადა რა. სადღაც იმაში მიყურებულ ადგილზე ყველა სასტუმრო და გადაჭედილია და ბაგაში გაუსაძლის პირობებში იბადება ღმერთი და ვიღაცა რეგვენი მილიონერი იქ სასტუმროში გულაობდა ალბათ და ღმერთი კი მოევლინა რა მდგომარე როგორი ტრაგიკულია ეცეთ მეგობრებო აი ამ კუთხიდანაც რო შეხედავთ რა უცნაურია სად იბადება აი სად ბაგაში ქუჩაში ათევს ორსული ფეხმძიმე ქალი რა ქვეყანა იყო და რა საზოგადოება რა ურწმუნო საზოგადოება იყო სახლი არ იყო კაცო ისეთი რომ შეეფარათ რატომ მოხდა ესე ხომ აი რატომ რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება სად დაიბადებოდა იესო ვინც ცემდა თაყვანს მწამსების თაყვანისცემა ეს ხომ ნაწინასწარმეტყველი იყო მუხლი მუხლზე შესრულდა ამიტომ ეს როცა ჩვენ იმაში შემოდის ღრმად ჩვენ ვეცნობით იესოს უფრო და უფრო ატკრივა ეცა ატკრივაც იხსნება და წარდგება თელი დიდებით ჩვენ წინ და უკვე ხორჩესხმული იესო დადის აი დედამიწაზე რაც ახლა ჩვენა ვართ აი ეგ დადიოდა ჩვენსავით აი დედამიწაზე ერთ კონკრეტულ გარკვეულ ადგილზე და 33 წელი და ხორციელი ცხოვრება დაამთავრა მაგრამ განდიდებული სხეული წარდგა იგი მოციქულებს შორის და 40 დღე მათთან იყო კიდე და ყოველივე აი 40 დღის მერე იგი ამალდა და უყურებდა ამას ძალიან ბევრი როგორ უყურებდნენ აი ამას ცათამაღლებას იესო ქრისტეს და ის ეუბნებოდა ნუ გეშინიათ არ მიგატოვებთ მოგიმზადებთ ადგილს ნუ გეშის მცემელს გამოგიგზავნით და მართლა შესრულდა 50-ე დღეს აი ეს იმედი გვაქვს ჩვენ როცა მკითხულობთ სახარებას ისე რა თქმა უნდა ამის კითხვა თუ არაფრის მომცემი არ არის ეს მე ვერ გავიქ აქ არის სწორედ უწყება დაბადებაზე და პირველ წიგნსაც დაბადება ქვია ამ კითხვის პროცესში თანდათანობით ჩასახვა უნდა მოხდეს და როცა დაამთავრებ წიგნს რაღაცა თუ არ იგრძენით და არ შეირხა თქვენს გულში აი ახალი ადამიანი და ისევე როგორც ფეხმძიმებას ქალი გრძნობს მე 2 კვირის თავზე მესამე მე-4 კვირის თავზე რომ ფეხს მოარტყავს ხო 2 თვისა მე მოარტყავს ფეხმძიმეთ არის გამიგე და უხარია აი ესე უნდა გაგიხარდეთ როცა თქვენი გული იგრძნობს ახალი ადამიანის ჩასახლებას თქვენ გვამში ცოდვილში და აი მე გიყვარდებათ ღმერთი აი შეიძლება ამ წიგნი ამას გამიგრძელდა მე საუბარი მეგობრებო და ავშედოვებით